მშვიდობის ეთერშია ღურთი და მოედანი დღეს პარასკევია და შევიკრიბეთ ამ სტუდიაში ფეხბურთზე სასაუბროთ ბიძინა ბარათაშვილი ლევან საულქვაძე და ვაშა სილაგავა ტრადიციული წამყვანები აქ ვართ და მზად ვართ საინტერესო საუბრისთვის იმიტომ რომ ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები მიშა ჭკუასელი ექსპერტი ფინანსურ ეკონომიკურ საკითხებში და მე რომ მკითხო არანაკლები ფეხბურთის საკითხებში განსაკუთრებით იუვენტუსის დიდი მადლობა მიშა შეჭრა. პირიქით დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ლაშა თაბაგარი ასევე კომპეტენტური სპორტულ საკითხებში ჩვენი კოლეგა სპორტული ჟურნალისტი რომელიც ასევე არ არის პირველად აქ დიდი მადლობა ლაშა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ცოტა 7 კვირა იყო თითქოს არ იყო ესეთი დაძაბული პერიპეტიები მაგრამ მზადება არის ხა ჩემპიონთა ლიგის მომავალი ეტაპისთვის დასკვნის ფაზაში გადავედით პლეი-ოფებს სულ სხვა ხიბლი აქვს აუცილებლად ვკითხავ მე ამ ხალხს ტრადიციულ შეკითხვას ახალი ფორმატის თაობაზე რამდენად კმაყოფილები არიან უკვე პლეი-ოფში გადასვლის პერიოდში და ასევე ქართველი ფეხბურთელების გოლები და მათი წარმატებები უნდა აღვნიშნოთ აქ და კიდევ რაღაც საკითხები იქნება ხა ვიკიპედია ისე არ იქნება ხო? კი, რაღაცეებს დღესაც გავიხსენებთ, თვით უფრო რომ გვაქვს ბევრი საბაბი სალაპარაკო მეგულისხმობ საერთაშორისო რაღაც მომენტებს, იქ რონალდო გახდა 40 წლის, ნეიმარი დაბრუნდა ბრაზილიაში, მარსელომ თავი დაანება ფეხბურთს, ჩეზარე მალდინი გარდაიცვალა, კი ბატონო, აგერ გუშინ მანჩესტერმა აღნიშნა 58 წლის ტრაგედიის ტრადიციული ეს პანაშვილი გადაუხადეს ამ დიდ ფეხბურთელებს, რომლებიც მანჩესტერის ისტორიას ქმნიან, მანჩესტერ იუნაიტედი მაღალ ხედველობაში და სიტი მე მგონი უფრო უარეს დღეშია ვიდრე ის მანჩესტერი, რომელიც მეოხენში შეეწირა იმას, რა ქვია, მანჩესტერ იუნაიტედია უკეთეს დღეში და მაგაზეც ვისაუბრეთ მანჩესტერელებზე. რა თქმა უნდა, ხა შენ აღნიშნე უკვე რომ აგერ მიშა ყავს და იტალიურ ფეხბურთზე როგორ არ ვისაუბროთ, მით უფრო ხვიჩა კვარაცხელიას გარკვეული პრობლემების კვალობაზე, რა ქვია, ფონზე პრობლემებს გულისხმობ ნაპოლისთან შექმნილს, იმიტომ რომ გამოვიდა აგერ სპორტული დირექტორი ნაპოლის, ჩაატარა პრესკონფერენცია, სცადა რომ რაღაცა გარკვეული ისრები გადმოეტანა ქართველი ფეხბურთელის მისამართით, იქამდე კონტე გამოვიდა და თქვა რომ სრულფასოვნად ვერ შეცვალეს მათ კვარაცხელია სატრანსფერო ფანჯრის დროს. ამის გამოძახილი იყო ალბათ ეს პრესკონფერენცია, სადაც იქ გაიჟღერა შანტაჟის სიტყვა შანტაჟმა, ოღონდ მე შეარბილა და თქვა რომ არა, შანტაჟამდე არ მივიდაო საქმეო, მაგრამ გავდა რაღაც შანტაჟო, რამდენჯერმე ვცადეთ მოლაპარაკება, სამჯერ ვერ შევთანხმდით საბოლოო ჯამში, იქვე გამოეხმაურენ მე უნდა ითქვას იტალიელი სპეციალისტები და სხვა შორის არ დატოვეს მთლად უპასუხოთ ეს განცხადებები, ნაპოლის ოფიციალური განცხადებები, დე ლაურენტისი თვითონ არ გამოვიდოდა, ამიტომ როგორც წესი გამოდის სპორტული დირექტორი, ის ატარებს ხოლმე ასე დროს თქვა პრესკონფერენციებში. იქვე გაახსენეს რომ თავის თავს ეწინააღმდეგება მთელ რიგ განცხადებებში სპორტული დირექტორი ნეაპოლელების თუ მოლაპარაკება გინდოდა, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ ამბობდა რომ სხვა ინტერვიუში ამბობდა რომ იცი რა ჩვენ ზაფხულში დაველაპარაკები და ამასობაში შენ თუ უკვე პარიზელებს ელაპარაკებოდი კონტრაქტის პირობებზე ზაფხულში ვიღასთან უნდა გელაპარაკაო და ასე შემდეგ და იქ დაულაგეს სიტუაციები და ბევრი სხვა შორის აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნავს იმასაც რომ ცუდად მოიქცა კლუბი პირად კონტაქტებზე ალაპარაკი ხვიჩასთან, რომელმაც ლომის წილი შეიტანა, თქვა, გუნდის გაჩემპიონებაში, გახდა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი და მე-16 იყო სახელფასო იმაში, რა ქვია, ნიხრით, ხო? თუმცა მეორე მომენტი რაც არის და ჩვენ ამას ძალიან დიდი ხანია საუბრობთ ამის თაობაზე და ვიცით, რომ დე ლაურენტისი არის ბიზნესმენი და შესაბამისად ის რომ მან 75 მილიონად გაყიდა 10 მილიონად ნაყიდი
ფეხბურთელი ამაში გასაკვირს მე ვერც ვერ ხედავ და მე უფრო ის გამიკვირდა მართალი გითხრათ რომ 100 მილიონი როცა შესთავაზეს შარშან ზაფხულში მაშინ რო არ გაყიდა თორე ეს რო ასე დამთავრდებოდა ამის მაგალითები ჩვენ ნაპოლისთან მიმართებაში ბევრი გქონია აქამდე მოდი გავიხსენოთ ხო კავანი გაყიდა ეხლა მოდი სახელებით რო ვილაპარაკოთ ხო ეხლა ჩვენ ცოტა ხანი რო თავი დავანებოთ ჩვენ ქართულ რაღაც იმას რა ქვია პატრიოტულ მომენტებს ხვიჩასთან მიმართებაში ხო ხა ხვიჩა ჩამოვიდა ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი იმიდან რა ქვია ბათუმის დინამოდან და ამაზე გვაქვს რა ქვია როგორ გაყიდა მაშინ რა ქვია პარიზშიო და გაყიდა კავანი რომელიც ურუგვაის ნაკრების ლიდერი იყო უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატ მოვლილი და თქვათ დიდი კონტრაქტებით განებიურებული უკვე იტალიაში ხო იქ პალერმოში დამტკიცებული მისი ამბიციებით ლავესი რომელიც არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო ჩემპიონი იქიდან სალორენცოდან ხო იგუაინი რომელმაც რეკორდი დაამყარა იტალიის გატანილი გოლების რაოდენობით და მე ძლივს ჩირო იმობინემ გაიმეორა ის თორე დღემდე თან რეკორდის ფლობელია გატანილი გოლებით რაოდენობით გაყიდა აგერ მან გაყიდვა არ იყო ბოლომდე მან გამოსასყიდის უფლება გამოვიყენეთ ხო მე რა ხო რა თქმა უნდა მაგრამ რა გულისხმობ იცი რომ ამაზე ამბობს უარს თქვათ დელაურენტისი იმიტომ რომ მისი ბიზნეს ინტერესები თქვათ კლუბის ეგ გასაგებია ბიზნესი ყველაფერი და აი ის შესაძლებელი გვინდა დავიწყო არა ხო და ეგ გვინდა ჩვენ ახლა ჩვენზე უფრო კარგად ამ საკითხში ერკვევა მიშა და მაინტერესებს აი ბიზნესის და ფინანსურ რაღაცა ეგეთი საკითხებით რომ რატომ არ უღირდა თქვათ პირველ ნომრად თუ არა სახელმწიფო ნიხრით თქვათ მერვე ადგილზე გადაეყარა ცოტა ისე გაეკეთებინა რომ თლად გაქცევაზეც არ ყოფილიყო განა იმას რომ წინადადებაზე რატო გაყიდა აი ეს კონფლიქტი რატო წარმოიშვა და რატო გაჯიუტდნენ ასე რომ მართლაც სათადარიგო მოთამაშის დარი ხელფასით უნდა თუ რაღაც სხვა დინებები იყო იქ და ჩვენ არ ვიცით ჩემი აზრით და იმ გამოცდილებით რაც მე ფეხბურთთან კავშირი მქონია არასოდეს არ არის ცნობილი ხოლმე ტრანსფერის ასე ვთქვათ კულუარული ნაწილი ტრანსფერის განხორციელების დროს და შეიძლება 1 წელი, 2 წელი ან 3 წელი ეს კულუარული ინფორმაცია არც გამოვიდეს მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი არ არის ისეთი რაც დაფარულია და არ გაცხადდება ხო ანუ ადრე თუ გვიან ჩვენ ამის შესახებ გვეცოდინება ამიტომ ეხა მსჯელობა იმაზე უკან რა იდგა როცა არ ვიცით უფრო მეტად ასე ვთქვათ რაღაცა ჭორებზე დაყნობით საუბარს უფრო გავს რა ეხლა თუ ჩემი აზრით ის რაც ღიად ჩანს აქედან ნაპოლისთან მიმართებაში კი ბატონო მე ვფიქრობ რომ 100 მილიონი შემოთავაზების შემთხვევაში მას ფეხბურთელი უნდა გაეყიდა და ასე ვთქვათ არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში მარტო ხვიჩაზე რა მე მიმაჩნია რომ დღეს ფეხბურთელი 100 მილიონს როცა გთავაზობენ ნებისმიერი ფეხბურთელი შეგიძლია რომ გაყიდო 100 მილიონით ულაპარაკოთ არ არის ხა ეს ისეთ თემა როდესაც შენ შეიძლება რაღაცა შეიძლება დაფიქრდე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ნაპოლისთან მიმართებაში არის ჩემის აზრით წელს განსხვავებული სეზონია. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ჩათვლით მე მიმაჩნია, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ნაპოლის ჰქონდა ყველაზე საუკეთესო სატრანსფერო პერიოდი ზაფხულიდან დაწყებული იანვრის ჩათვლით. ჩემი აზრით. და მოვიყვან ერთ მაგალითს. როდესაც რომადან კაპელო გადმოვიყვანეთ იუვენტუსში მაშინ კითხეს მოჯის რომ აი ყველა საუკეთესო სატრანსფერო ბაზარიო ვის ჰქონდა და ჩვენო და რატო და იმიტომ რომ ჩვენ კაპელო წავიყვანეთ და მაგით დაამთავრა ანუ იქ ფეხბურთელებზე არ იყო მსჯელობა საერთოდ მე ვფიქრობ რომ და რა თქმა უნდა ერთ მნიშვნელოვნად იმ სეზონის შემდეგ რაც იქ იყო კონტესტთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს არა მაქვს მასზე ისე წარმოდგენა რომ ის საუკეთესოა ცოდნის ტაქტიკური სქემების და ასე შემდეგ გამოყენების თვალსაზრისით, მაგრამ მე დღეს ვერ ვიტყვი სხვა მის დონის მწვრთნელს მოტივაციის თვალსაზრისით, გუნდის შეკვრის თვალსაზრისით და ისე გაძღოლის თვალსაზრისით, რომ ამ კონკურენტის კონდეს 1-3-4 კომენტარი გაკეთებული მთელი ამ სეზონის განმავლობაში და ეს მიმაჩნია რომ არის ძალიან ცოტა
და მე ვფიქრობ, რომ აი ეს შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა მანას მიყვანას და მანამ მოიყვანა მერე კონტე და ეს არის შეთანხმება იმის, რომ ის ოპერაციულ, აი ეს ცოტა ეკონომიკურ ტერმინს ვიტყვი, ოპერაციულ საქმიანობას განცხადებებს, რაღაცა რა თქმა უნდა სტრატეგიული გადაწყვეტილებები, ახლა დიდი გაყიდვა რაღაცები ყველაფერი მასთან იქნება შეთანხმებული, მაგრამ კლუბზე ეს ორი ადამიანი აგებს პასუხს და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯი აქამდე ეს არ მithქვამს, სხვა შორის ნაპოლისთან მიმართებაში, ჩემი დამოკიდებულება გიცით ამ გუნდის მიმართ, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იმისა, რომ ფინანსურად ორგანიზაციული თვალსაზრისით სტაბილურ კლუბად უკვე ბიზნეს ერთეულად ჩამოყალიბდეს ნაპოლი და არა იმათ რომ აი მოიყვანო კარგი ფეხბურთელი გაზარდო და მერე გაყიდო და ერთჯერადი პროექტი აღარ არის. ჩემი აზრით ეს აღარ არის ერთჯერადი პროექტი და ძალიან კარგია რომ იტალიაში ასეთი რამე ხდება, მაგალითად იგივე ატალანტა ეს აღარ არის უკვე ერთჯერადი პროექტი და ამას ამტკიცებს მათი მფლობელებიც თავის მწვრთნელთან ერთად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად კვარაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩემი აზრით ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე აი ამ ორმა კაცმა, ეხა ეს რაც გარედან ჩანს, თავიდან ბოლომდე დაუთმო დე ლაურენტის. მათ უთხრეს რომ თუ იქ რამე პრობლემა იყო, მე არ ვიცი. თუ რამე გაუგებრობა იყო, რაზედაც ეხა რაღაც განცხადებები სხვადასხვა. ეს არის შენი შექმნილი პრობლემა. მე მაგალითად ესე ვიტყვი. შენ თვითონვე მიიღე ეს გადაწყვეტილება. რაც კლუბისთვის იქნება ყველაზე საუკეთესო, ყველაზე უკეთესი, მიიღე რომ ამ პრობლემებისგან ჩვენს გავთავისუფლდეთ, იმიტომ რომ მეტი მსგავსი პრობლემა ან რაღაცა ისეთი საკითხი, ან ფეხბურთელთან დაკავშირებით, ან რაღაცასთან პრაქტიკულად აღარ არსებობს. კონტეს ყავს ის გუნდი, რომელიც გუნდიც პრაქტიკულად მისი ჩამოყალიბებული კიდე მისი გემოვნების არის. ხო, მისი გემოვნების არის. ხო, ეხა ზაფხულში პრაქტიკულად კაპიტანი წასული იყო, ხო? რომელიც დე ლაურენტისთან სიტუაციას კონტე მოვიდა და პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღო, დი ლორენცო დარჩა. ეს კონტეს დატოვებული დი ლორენცოა და ეს არ არის მე ნაპოლი მიყვარს კი, ყველას უყვარს, ყველაფერ გამცხადდა და ეს არ არის დე ლაურენტისის მიმართ გამოთქმული ის, რომ ეს აქ იყოს. მაქტომინაი არის მისი მოყვანილი, ნერეჩი არის მისი მოყვანილი, ლუკაკუ არის მისი მოყვანილი. ანგისა აი მე ვერ წარმოვიდგინე ანგისა გახდა აი ხო წარმოვიდგინე საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ამ თვის ანგისა იყო ნუ აი ძირითადად ჩამშლელად იდგა არჩად კი ბევრ სამუშაოს აკეთებდა ყოველთვის ძალიან მომწონდა შავი სამუშაოც უნდა გააკეთოს და მაგრამ წინა სეზონში ხო და აი რო წარმოვიდგინო ეხა ისე ჯერ ლობოტკას იტყოდი მერე ზელინსკის და მე ბოლოში რაღაცა თქოდი რომ ანგისა მე ამატებდი სულ სხვა ამიტომ ეს არის მისი გემოვნების გუნდი მისი მონოლიტი კომპაქტური აი როგორც რაც უყვარს კონტე კომპაქტური ყველა ერთად უტევს და ყველა ერთად დგას დაცვაში. თუმცა ხვიჩაზე იძახდა რომ ჭირდება არა, აუცილებლად. მე მაგას არ გაუშვია ხვიჩა. მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი გუნდი იტალიაში დღეს რომელიც იტყოდა რომ იცი რა მე ხვიჩა არ ჭირდება. არა, ნუ ხო შეიძლება ეთქვა რომ არ მინდა. არა, არ შეიძლება რომ როგორ იტყვის ახლა ვერ იტყვის, რატო იტყვის, რატო უნდა ეთქვა? ყველაფერი ვქენია დარჩენილი ხო? ხო, მაგრამ არის გარემოს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? აი გასახდელს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვარჯიშზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას და თუ როცა ეს რაღაცა გაუგებრობები არის, კიდე ერთხელ ვიძახი, არ ვიცი რა შეიძლება და ყოფილიყო გაუგებრობა, თუმცა როგორ არა. ბატონო, ფინანსური საკითხი, ხელფასი, რაღაცა და მე დარწმუნებული ვარ რომ მანაც კონტეც იტყოდა რომ არაადეკვატურ ხელფასს ვაძლევთ და მოდი რა ეს საკითხი გადავწყვიტოთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო მან ვისაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო, იმიტომ რომ ეს იყო ის, რაც დე ლაურენტისმა დაახვედრა. უნდოდა შეცვლა, შეიძლება ვერ შეცვალა, ვერც კონტემ, ვერც მანამ, და მაშინ უთხრე, შენ მიიღე ეს გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ჩვენ განთავისუფლდეთ ამ პრობლემისგან და იყოს ჯანსაღი ატმოსფერო კლუბში. მოდი ლაშაც ჩავთოთ, ეხლა ლაშა აი ამომწურავად განვიხილეთ ეს საკითხი და აი გასაგებია ჭორის დონეა, მაგრამ ხო არის ხანდახან რაღაც ინფორმაცია გვაქვს, არის რაღაც ლოგიკური მსჯელობით მივდივართ. აი ფეხბურთელი ვიყიდეთ. სიტყვაზე ქონდა 10 ლარი
თვეში. გავხადა ჩემპიონი ოქროს ბურთზე წარადგინეს, საუკეთესო მოთამაშე გახდა, საყოველთაო სიხაული პიცერია არ არის და ჯიხური რომ მაგისურათი არის რაფია ხო? საუკეთესო მეპასე, საუკეთესო გოლის ავტორი და ჩემპიონი და მარადონა დაარქვეს და აი ესეთი გამოძახილი მოვიდა და უცბად არის რომ ჩახედეს კონტრაქტში და 10 მანეთი აქვს მაგას და იმას რა ქვია ბალახის კრეჭავს დანარჩენი ყველას აქვს კარგი ხელფასი და დადგა ეს საკითხი რა ვიცი აგენტის საშუალებით ვისის საშუალებით რომ ხო არ გადაგვეხირა კი კონტრაქტი გვაქვს რაღაც პერიოდი და ესე ეკუთვნის მაგრამ უფრო კარგი ჟესტი რომ იყოს და ამანაც უფრო გაიხაროს და სამართლიანადაც რომ მოვექცეთ მოუმატოთ ისე რომ კმაყოფილი იყოს და ამაზე წავიდა ხან ვაჭრობა, ხან ჭხუბი, ხან ბოდიშები, ხან მკვეთრი განცხადებები და საბოლოოდ მე მაინც დამჭა შტაბეჭდილება რომ ჯერ თამაშითაც ისე ვერ ითამაშა ხვიჩამ აღიაროთ მაგის მე მაგრამ რაღაცა სტატისტიკურად ზუსტად ისეთი სტატისტიკა ერთ ბურჩია განსხვავება რაც პირველ ხალისი თითქოს აღარ იყო კი გავიგე რომ ცოლებაც ისწავლა ყველაფერი მაგრამ ფაქტია რომ ხვიჩას ეს საკითხი რაღაცა თვალსაზრისით გადაუვიდა მოედანზეც, იმიტომ რომ არ შეიძლება მუდმივად ფეხბურთელი ნერვიულობდეს და შენი აზრით აი რატომ წავიდა ამ კონფლიქტია თუ რაღაცა ამ დათუმაზე რატო არ წავიდა ნაპოლი? აი რა იყო ამის ძირითადი მიზეზი? მოგესალმებით პირველ ყოვლისა კიდევ ერთხელ ფეხბურთელებს თუ მეტი დაუნიშნავ თქვა ამისთვის მოემატები და რატო არა? პირველად თავარ ამ წელს და წარმატებას უსურვებ ამ გადაცემას. მანდ არის აი გავიხსენოთ პრინციპულობის საკითხი, არ ვიცი ხლა მე არ ვიცნობ ამ ლაურენტის, მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც იგივე ოსიმენმა ჩაატარა ფანტასტიკური სეზონი. პრაიმში იყო რო იტყვიან და 100 მილიონად მართლა მიყავდათ. არ გაყიდა, ამან ოსიმენმა თქვა რომ მინდა წასვლა, ფაქტობრივად მიუშვეს და მე ისე გამოვიდა რომ გალათასარაიში გაანათხოვრეს და ეხლა ოსიმენის ფასი მაშინ რო 150 მილიონს აფასებდა თქვა ეს ნაპოლი, რავი, ეხლა შეიძლება იყოს 50 მილიონიც არ იყოს რა. ხო და ეხლა ხვიჩასთან მიმართებაში მე რასაც უყურებდი, რაც ინფორმაცია იყო როგორი საკითხი, აი პრინციპული რომ ჩვენ შენ მოგიყვანეთ უცნობი ფეხბურთელი, ჩვენ გავრისკეთ, ჩავდეთ ეს 10 მილიონი შენში, არ ვიცოდით შენ რას იზავდი, ბათუმის დინამოდან ჩამოხვედით იქ რუბინში თამაშობდი. აი გეუბნებიან კონტრაქტია 2027 წლამდე ქონდა. გინდა მოგიმატოთ? არსებული კონტრაქტის ფარგლებში კი არ მოგიმატებთ. 2029 წლამდე დაგვიდე და მაშინ მოგიმატებთ რა. სიტყვი იყო 5-6 მილიონზე იყო საუბარი და ხლა ამასაც ამ ხარისაც არ აწყობდა რა. ამ ხელა კიდე გახანგძლივება, იმიტომ რომ იქთან პირობები იყო რომ არ უდებდნენ გამოსასყიდ თანხას. რომლის საფუძველზე თქვათ რაღაც ფიქსირებულს რომ შეეძლო ვიღაც კლუბს წასულიყო რა. ხო და აქედან გამომდინარე ახლა ისე გამოვიდა რომ მაინც საუკეთესო ფასად გაყიდა ამ ლაურენტის ახლა ნაპოლის ისტორიაში არის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გონსალო იგუაინის შემდეგ 90 მილიონი იყო და ამაში აიღო 70 პლუს 5 მილიონი იქ რაღაც პირობები ხოიდება ბონუსები ისა თო მეც გეთანხმები ხა მე-16 კაცი არ უნდა იყოს შენ სერია საუკეთესო ხელფასით როცა სერია საუკეთესო ფეხბურთელი ხარ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ხარ საუკეთესო გოლის ავტორი ხარ საუკეთესო სტატისტიკა გაქვს პასი ყველაზე მეტი პასი გააკეთე იმ საჩემპიონო სეზონში და ეხლაც ისე მიდიოდა 5 გოლი ქონდა 19 თამაში ყველა ტურნირზე 3 პასი ქონდა მაგრამ მე გარი აი წმინდა ის მანა რო ახსენე მეც ეხლა პრეს კონფერენციაზე აი ეგრე თქვა რა რომ აი შანტაჟით ვერ დავარქმევდიო რაღაც მაგრამ თქვა მისი მსგავსი იყო და ხვიჩამო უკვე მაისიდან დაიწყო PSG-სთან მოლაპ როგორც ირკვევა რა ეხლა მანდ კი ახსენებენ რა ქვია თქვა ეხლა ნუ ჯუღელია მისი აგენტი მაგრამ საბოლოოდ ეს ტრანსფერი გააფორმა სხვა სააგენტომ რომელიც რაღაც სერიოზული სააგენტოა რომელსაც უჩვეულოდ აწარმოებდა PSG-სთან მოლაპარაკებას ნუ უცხოური ერთ-ერთი გასაგებია ის ხო არის იტალიელი ზაკარდო თუ რაგვარია ეს ვის თანამშრომლის იმასთან და ისეთ სიტუაცია იყო რომ ვერ შეთანხმდნენ ამ კონკრეტულ იმაზე და ეხლა იქიდანაც ეხლა ესეც ბიზნესმენია ხო ესეც ფიქრობს რომ დღეს არის ხვიჩა სიტყვაზე 100 მილიონად არ გავყიდეს
რაღაც არის ვერ შეველი. აი კონკრეტულად იყო აი 100 მილიონი მე რამდენი თქვით ეხა ამ განაცხადს ვინ მეიხდიდა 100 მილიონს კონკრეტულად ჩვენ ყველა ხვენდროა როგორც აი ძირითადად ხო ჩვენთანაც როგორ მოდის იტალიური პრესაში რაც იწერება რა თორე ტრანსფერ მარკეტში 80 მილიონი ეწევა ხო ნუ ეხლა იქ ხო იცი 100 მილიონს გულის ხო როგორც ეხლა 75-ად ხო ითვლება და იქ რაღაცები იდება რომ შეიძლება 80 და მერე კიდე პლუს რაღაცა თუ სტატისტიკა დადო იქ შეიძლება 10 მიემატოს და წელიწადში ეხლა მე რო გადამიხედიათ ჩვენთანაც არის საქართველოს აი კონტრაქტები როგორ იდება იცი ამდენ თამაშს თუ ჩაატარებ ამდენ გოლს თუ გაიტანი ისაი ძალიან დაწვრილმანებულია რა ასე მე იცი რა შტაბეჭირება აბსოლუტურად გეთახმებით ორივეს რაც ისაუბრეთ ახლა რა თორე ეხლა ჩემი აზრით აი ესეთ ვითარებაში უნდა წასულიყო რა ეხლა თან არა მაგაზე რა ქვია კონტემაც არაერთხელ აღნიშნა ეხლა ვეთანხმები აგერ ყვარაცხელიასნაირი სოფლიოში რომელი კლუბი იტყვის იტალიისკენ არც ერთი კლუბი არ იტყვის უარს კაცი დაფრინავდა რა და ნუ ეხლაც ამ სეზონშიც გასაგებია შეიძლება ის სტატისტიკა არ ქონდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცუდი იმით არ მიდიოდა არა ტაქტიკის ბრალი იყო ტაქტიკა იყო თამაშებიც ეხლა თამაშებიც უნდა ნახოთ იმდენი რომ თამაში ეხა ხო ხო არა მე ფაქტობრივად ხო იქ რაღაც თამაში ერთი თვე გაუწდა რომ დაიწერა კუნთის პრობლემა აქ ისა აქ ესა აქ შეიძლება გადაღლილობა ეხლა რა იყო ეს ზოგადად ეხლა ხო იცით როგორც არის კაცი რო უკვე წამსვლელია ის მწვრთნელს ურჩევნია რომ ვინც ამის უკვე რომ გადაწყვეტილი ამბავია ის ათამაშია ნახე რა რისით მომიდა იცი რა ჩემ მასაც გეტყვით მე აი გამომდინარე იქიდან რას ვენ ისაუბრე და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ყველაფერს მე შემექმნა შტაბეჭდილება რომ ეს დე ლაურენტისი ჯერ ერთი იმ ოსიმენთან ეხა მოდი ოსიმენი შენ რაც მოყევი და რაც ყველამ ვიცით ხო იქ რო შეცდა ხო ფაქტია ახლა 100 მილიონის მაგერად ჩამოიყვანა კი გავიგე რომ დასაჯა იქ იმაში რა ქვია ეს დაჟა მოსულია ფეხბურთელებს უნდა ვიცოდეთ რომ ჯიან ესე ფეხბურთელების დაჟა მარადონა დასაჯეს გააგდეს 4-ჯერ მინდა რა ქვია თუმცა გააჩნია რა ჯიჯდება ხო მაგას გონი ანუ ძალიან დეწაგებული აღმოჩნდა ერთი ცუდი მაგალითი ქონდა უკვე დე ლაურენტის ოსიმენთან მიმართებაში ცუდი მაგალითი ქონდა იმაზე ვერ თავთებოდა რასაც შენობ იმიტომ რომ ამ ხარეს თავისი მოსაზრებები ქონდა იმას თავისი შესაბამისად ეხა მოდი ვთქვათ რომ ნაპოლი არ არის იუვენტუსი და მით უმეტეს არ არის ინგლისური კლუბი ან ვთქვათ სენ-ჟერმენი პარი სენ-ჟერმენი ან რაღაცა პირი რომელსაც შეუძლია რომ თავისთავად უფლება მიცეს რომ 30 მილიონად იყიდოს ფეხბურთელი რომელიც იჯდება სკამზე ნერეშის მოყვანა ზაფხულში უკვე გასაგები იყო რომ ეს ნერეში არ არის ხა ის ფეხბურთელი მოწონს არ მოწონს ნახევარი საქართველოს აგინებს ნერეს გასაგებია რატომაც მაგრამ ეხა ნერეში რო არ არის 30 მილიონს ნაპოლი ვერ იხდის ფეხბურთელში ლუნსტრემი მოიყვანეს მე ჰოკეისტი მეგონა ისა რა ქვია კიდე ხო თან ეხლა როგორც უკვე იცოდნენ რომ მაისიდან მიდის თურმე ეს მოლაპარაკება მე კონტემას თქვა რომ ზაფხულში გთხოვა რომ მინდა წასვლა მინდა უკვე ეხლა პოზიცია გაამოვლეს გაამზადეს ანუ ის ნერეშიც მაგიტომ მოიყვანეს ყოველ შემთხვევაში მაგ იმითი რა და როგორ ჩანს საბოლოო ჯამში არ გაფორმება კონტრაქტის თუნდაც იმ 5 მილიონზე თუ 6 მილიონზე რაც ლაპარაკობია ხო იმიტომ რომ ეს 100 მილიონი თუ რამდენიც არის 75 მილიონი უკვე დაინახა და უკვე თავის იმაში რა ქვია სანგარიშო ფურცელში შემოსავალ 75 მილიონი იმიტომ რომ პლუს ამ ნაპოლის აქვს ფინანსური პრობლემები, რომელიც ყოველთვის ჰქონდა და რომელიც პროვინციულ კლუბს და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამაში მიშას მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება მარადონას გამო და კიდე იმის, რა ქვია, ოპერაცია წმინდა იანვარში და იმიდან გამოყოლილი შეიძლება მიყვარდეს ეს ნაპოლი, მაგრამ ეხა ის რომ პროვინციული გუნდია და საერთოდ პროვინციული მხარეა ეს სხვა ქალაქებთან მიმართებაში მაგას ამ ფილოსოფიამდე ჩემი სამტკიცება ხო? ამიტომ ხო, კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ აქედან, ესე გადმოვინოცვლოთ საფრანგეთისკენ, სადაც ძირითადი ეს გვაქვს რა ქვია. ნელა საქართველოს ჩემპიონატზე მეტი ქართველი კი და პირველი რაც მინდა ცოტა უკან მინდა დავიხიო მასში დროში და ვნახოთ მამუკელაშვილი ჩავდა, ანუ NBA-ის
ბოლო წლების ტრადიცია აქვს თვითონ მარს გამართავს. თუ პარის სენ-ჟერმენში გადავიდეს გიორგი ცხოვრებაძე და ორი ქართველი ყველაზე ნიჭიერი ესეთი სპორტსმენი წარმოედგინა ერთი კლუბის მაისურით. იმათესაც კარგი დასაფიარებელი იქნება. ეკაური ხო არის ძიუდოს კლუბშია. შეიძლება ვიტყვი ამ კი. აი მე ამოვდივარ საიდან ხო მე ახლა არც ნაპოლის და არც PSG-ს მე საქართველოს ნაკრები მე მჭირდება კვარაცხელია ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაში რაც გარანტირებულად აქვს PSG-ს რა აი ნაპოლიში ახლა მაგას ვერ ვიტყვი კი ბოლო წლები მაგრამ ნუ ეს გარანტირებულად აქვს და მით უმეტეს შენ როცა მიდიხარ როგორც აი PSG-ს ისტორიაში ხარ მეოთხე ტრანსფერი ძვირადღირებული ნეიმარი იყო, მბაპე, ეს კოლომუანი იყიდეს 95 და ისა უკვე ისეთ სახელით მიდიხარ, ეს არ არის ბათუმის დინა შენ სერია საუკეთესო ფეხბურთელი, უკვე დიდი ისა გაქვს, ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი რომ ესე სკამისკენ ვერ მიგითითებენ, თუმცა ეს კოლომუანი ახლა საერთოდ გაანაწილეს რა. მაგას მომწონდა ხა იცი რა, ანუ ეგეც არ უნდა ვაპატიო გადაწყვეტე, ეგეც არ უნდა დაგვაუწყდეს შენ რომ იმედ სპეციალურად შემთხვევით არ მიხსენებიო რომ ეს პარი სენ-ჟერმენი არ არის მეთქი ნაპოლიზე რო ამბობდი. ის რომ 75 მილიონად ჩავიდა არაფრის გარანტია არ არის. იმიტომ რომ ეგერ არის კოლომუანი და აგერ ყავს მისი ახალი პატრონი, ეგერ ჩავიდა 2 თამაში 3 გოლი გაიტანა იქ იმაში რა ქვია. იუვენტუსში და 95 მილიონად ნაკიდი კაცი კი გაუშვეს ეგერი რა. ამიტომ ესე არ არის რომ ძალიან იოლი იმაში ჩავიდა ახლა და არიქა გამოეკიდება ყველა. შენ კაი ის მოყვება ასე ვთქვათ რეკლამა მაგრამ იქ უნდა დაანტკიცო რა. სასტარტო პოზიცია არის ძალიან კარგი რა თქმა უნდა. კაია და აქედან გამომდინარე ხლა მე ამ ტრანსფერს აქედან გამომდინარე მივესალმებ. თან ახლა ფეხბურთელსაც დიდწილად ეს ფსიქოლოგიური სტრესი მოიხსნა, რაც დაიწერა, ნუ 9 მილიონი ხელფასი, 2 მილიონი ბონუსი, ისა და ყველანაირად ერთადერთი მე იმას კი არ ვიცახ, რომ ნაპოლის ფეხბურთზე არ ფიქრობდა, მაგრამ დასრულდა ეს ის არის დიდი ოთხეული და საფრანგეთი ამ დიდი ოთხეულის წევრი არ არის. ხო? თუმცა ნიშნულოვნად პრო გაიზარდა განსაკუთრებით და სწორედ PSG-ს დამსახურება უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მონაკოსი და თავის დროზე მარსელის, მაგრამ ამათმა დაიწყეს და მე PSG-ში ამ ხელა ინვესტიციამ განაპირობა სწორედ ის, რომ თვითონ საფრანგეთის ჩემპიონატის ის ნიშნულოვნად წინ წამოიწყო. მეორე არის ის, რომ როცა შენ ბათუმიდან ნეაპოლში მიდიხარ და შენი სატრანსფერტო ღირებულება 10 მილიონია, ეს ერთია, მაგრამ როდესაც შენ ჩემპიონი ხარ, საუკეთესო ფეხბურთელი ხარ და ნეაპოლიდან პარიზში მიდიხარ და შენი ფასი 70-75 მილიონია, მოლოდინი შენს მიმართ არის კიდევ უფრო სხვა და მოდი ახლა ვთქვათ, რომ გეთანხმებით რომ სულ თამაშობს PSG ბოლო პერიოდის განმავლობაში და ჩემპიონთა ლიგაზე PSG-სთვის თამაშის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ PSG-ს მიზანი არის ის რომ მან მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და როცა ზამთრის სატრანსფერო პანჯარაში შენზე იხდიან 75 თუ 70 მილიონი, რამდენსაც იხდიან მოკლედ და შენ მიდიხარ იქ, მოლოდინი ყველა გულშემატკივარს კლუბის იმას წვრთნელს ყველა ბალახის კრეჭავს მათ შორის PSG-ში აქვს ის რომ ჩვენ გავაკეთეთ ისეთი ტრანსფერი რომელმაც ჩვენ აი რომ დაგვაყლდა ის ნახევარი ნაბიჯი თუ ერთი ნაბიჯი წინა სეზონზე ჩემპიონთა ლიგაზე ეს უნდა მოგვიტანოს ყოველ შემთხვევაში მოლოდინი მე PSG-ს გულშემატკივარი რო ყოფილიყავი მე ეს მოლოდინი მექნებოდა. მე რა მოლოდინი მაგ როგორც ქართულს, რა თქმა უნდა მე ეს მოლოდინი მაგ და ყოველთვის მექნება ხუჩასგან ის რომ სასწაულს გააკეთებს, ხო? მაგრამ ანუ ეს მეორე საკითხი. მესამე რა როგორ ნერეშიც არ უნდა მოიყვანათ იქ და რაც არ უნდა მოიყვანათ და რაღაცა კვარა იყოს შეუცვლელი სასტარტოს ფეხბურთელი, რომელიც მე თუ მკითხავ კონკურენციას ვერ გრძნობდა. და ეს იყო უბრალოდ გამაღიზიანებელი რაღაცა ფაქტორი, აი მოვიყვანეს ვიღაცა, რომელმაც შეიძლება კი ის შეიძლება შეეცვალა იმ შემთხვევაში თუ ამას მაგრამ კუნთის ტრავმა ექნებოდა, ცუთხასიაძე იქნებოდა, ვერ გავიდოდა და ეს ამის უფლება, მოდი ესე ვთქვათ, ჭყალებში ცოტა შეკვეცილად კონტესტ პირობებში, მაგრამ ამის უფლება კვარას ნეაპოლში ჰქონდა. იმიტომაც ამბობს კონტე რომ ვერ შევცვალეთო, თორე ხო იტყოდო რა ნერეში ყავს შევცვალეთო. ეხა ყველაზე საინტერესო რამე უნდა თქვა. იქ მიდის და თან ამ ტრანსფერზე უკვე რო გამოიკვეთა
იქ იმ კაცმა თამაში დაიწყო ბარკოლას. აბა, არა მე ყოველთვის ანუ იცი არ გავჩა ყოველთვის მომწონდა და ყოველთვის განსაკუთრებით როცა PSG-ს უყურებდი ყოველთვის მაინტერესებდა ეს რა შევა ხე არა მაქვს ლაპარაკი ვიტინიაზე იმაზე ამაზე ხა ჯიჯიზეს რა აიღო ჩემი სხვა წუხილები მაქვს იქით ხო და რაღაც მაგრამ ეს ბიჭი გამოკვეთილია რა ყველანაირად, იმიტომ რომ თუ ამას თამაში მისდის ეხა უფრო მისდის. და ხო და მაგას ვამბობ, ანუ თუ ამას თამაში მისდის, იქ მოწინააღმდეგე გუნდისთვის ბევრი სივრცე არჩება და ყველაფერს აკეთებს. მან ერთიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აი ეს სამი თამაში რაც ჩაატარა, აი თვითონ ეს ტაქტიკოსი, რა ქვია ეს ლუის ენრიკე, ხო ხედავთ, აი არა აქვს ხვიჩას ესე გამოკვეთილად, რომ გინდა თუ არა მარცხენა ფლანგზე. იქ ხან 10 ნომრად დაწია ეს ჩემი აზრით კარგია, იმიტომ რომ რა ამბავში ვიძახი, იგივე საქართველოს ნაკრებშიც ხუჩა არ არის გამოკვეთილი ეს მარცხენა. კი, მისი საუკეთესო ეს პოზიციად ითვლება, მაგრამ იგივე თქვა საქართველოს ნაკრებში განა უკეთ ითამაშა, ვიდრე ნაპოლის არის კარგი თამაშები თავის პოზიციაზე. აი რომ ვიძახით, რომ საქართველოს ნაკრებში უცვლიან პოზიციას, მაგრამ ისეთ იმ შეცვლილი პოზიციით ისეთი კარგია როგორც ნაპოლიში თავის პოზიციაზე იყო. თამაში გააჩნია იქაც მატჩებს რა, ეხლა საქართველოს ნაკრებში ზოგი მატჩი ჩაატარა მან ძალიან მაღალ დონეზე, ზოგი არ იყო თქვა ისეთი რა. იქ ნაპოლიშიც ეხლა თავის პოზიციაზე უფრო უყვარს თამაში. ესე ვფიქრობ, რომ გამოკვეთილად მან თავი დაგვამახსოვრა, როგორც აი მარცხენა გარემარბი რა. მე მაგიტომ გარემარბი თუ თავდამსხმელი. აი მარცხენა არ გარემარბი უკარო თამაშებდნენ, მაგას ვიძახი რომ ნაკრებში ეგ უფრო იყო თავდამსხმელი, ნაპოლიში იყო უკან 60 მეტრიან იმათ აჩქარებას აკეთებდა რომ ფეხებში ვარ და ბურთი წაერთვა, წამოეღო რაღაცა ეცა და ეხლა აი ზუსტად თუ მაგის ნიკიერების მე მისჯერა და აი ეხლა კიდე უნდა გაიწყინოს სიტყვაზე, თუ უნდა რომ იქ კიდე უფრო მაღალ დონეზე ავიდეს ამ გუნდში, როდესაც აი ესე რაღაცა ტაქტიკურ მრავალფეროვნებაში შენ გააძლევენ სხვადასხვა იმის საშუალებას რა, თქვა ოდნავ ცენტრში შეხვიდე იქ რაღაცა თქვა ცოტა უკან დაიხიო და ასე ჩვენ. ნუ ეხლა გუნდიც ესეთია და ეს ლუის ენრიკეს ესე ათამაშებს იმ ბარკოლასაც ხარ მარცხნივ მე მარჯვნივ გადაწია ვიღაცას იქ შეწევს ამ შეწევს თორე ვეთანხმები ეხლა მიშასაც რომ კონკურენტი ყავს ძალიან მაგარი რა. მე ბარკოლა ყოველთვის მომწონდა, ახალგაზრდა ბიჭია, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი რო ყავს კონკურენტი ეხლა ეგ უკვე PSG-ში და ესე იავარდით მოფენილი გზა არ ექნება რა. უნდა დაანტკიცო, ეგრეა რა, უნდა დაანტკიცო იქ რომ რატო ვამბობ, იცი ხა მე რატო შიშზე და იმაზე კი არის ლაპარაკი. რატო არ მომწონს მე რომ არ არის ეს აქეთ მირჩევნია რომ გამოკვეთილად სადღაც თამაშობს პოზიცია. იცი რა, ხა ის დრო ეგრეთ წოდებული ბლუჟდავიში ფორვარდი რო იყო, პაიჭაძეს დროს, ხა ეს დღეს სხვა ფეხბურთია რა. დღეს შენ რომელიმე გუნდში ყავს, რომელი გუნდი იცი რომ ესე დადის სადღაცა ხანაკარი, ხანიკარი მირჩევნია მე პირადად, მე არ ვიცი, იმიტომ კი არა რომ შეიძლება კონსერვატორული ესენი მაქვს, რა ქვია კონსერვატიული განწყობები რაღაცა მომენტებში, მაგრამ მირჩევნია რომ ესე იყოს, იმიტომ რომ მოდი შევთავაზოთ რამდენიმე მომენტზე. ჩვენ ყველანი ველოდებით ხვიჩასგან მნიშვნელოვან მომატებას, ხო? იმიტომ რომ ეს იცი რა, ლოცვა კურთხევა და რა ქვია, ის ყველაფერზე კმაყოფილება, რომ არა, შენ მაინც ყველა ჯობი ხარ და ასე არ არის. იმიტომაც ველოდებით ჩვენ მის მნიშვნელოვან მომატებას, რომ გჯერა, რომ ამის უნარი აქვს, თორე ეს თუ არის მისი მაქსიმუმი, ეს არ არის ის ჩვენი მოლოდინები მაშინ სხვა ყოფილა რა. მე მიმაჩნია რომ ის არის მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი და იმიტომაც ველოდები მისგან ფერიულ რაღაცა თამაშებს რა. იმიტომ რომ სხვა მხრივ ნახე რა ხდება აქეთ არის დემბელე, ხო, რომელიც ყველა თამაშს რაც გამოვიდა 3-3 გოლი გააკეთა. ესეც მის მარტო ბარკოლაზე არ უმოქმედია ხუჩას ეს თად გადაირე, სად გინახია შენ ორ თამაში ზედიზედ კი არა 3 გოლის ბარსელონას ვარ გაუტანია. 2016 წლის მერე არ ქონდა გატანილი ჰეტრიკი შესრულებული და ზედიზედ ორ თამაში ბარსელონა და PSG-ს დაიწყვეტა დასტიროდნენ, რა თუნდა რა ეს ვინ არისო?
დადგა ეგეთ და ყველა თამაში 3-3 გოლი გააქვს. იქით ბარკონაზე აღარ საუბრობ. ის შემოვიდა და 2 გოლი გაიტანა. ისა რა ქვია, გონსალო რამოსი რა შემოვიდა თუ არა იმ თამაში ეგ რომლის ფრაგმენტებიც ვნახეთ, ძალიან კარგი რომ ვერ იმასთან რა ქვია სათასო შეხვედრაში კი დაიწერა რომ საუკეთესო შეფასება ქონდა არ ქონია საუკეთესო შეფასება ქონდა დუეს რომ მას გაიტანა ის გოლი ეს ამას ქონდა მესამე შეფასება იქ მცველს ქონდა 7 და 7 და ამას ქონდა 7 და 4 მისა და მაგრამ იქ გააკეთა ორი პასი გააკეთა 6 ნომერმა დაარტყა ერთი ტრიბუნაზე და მეორე იმაში კიდევ უარეს მაგაზე კი არა ლაპარაკი ეხა ექნება კიდევ შანსი იმისი რომ ვიცით უკვე რომ იმაში ჩემპიონთა ლიგის იმაში განაცხადში არის შესაბამისად ბრესტი კი იცის ვინ არის უკვე ეთამაშა ეგერ და ერთ კვირაში მეორე თამაში ექნება სათასო შემდეგი მეტოქეც ახლა 26-ში ექნება ეყოლება საკმაოდ სუსტი გუნდი და იქაც ველოდებით მის გამწყინებას დრო რო უნდა შესათამაშებლად აქ ორი აზრი არის და კიდე ერთი მე არა ვარ პირადად მე ამ ისე რა ქვია კონსპიროლოგიური რაღაც თეორიების მომხრე და ეს საერთოდ ვერ ვიგებ ამ ჩემთვის არ არსებობს ეს ცნება რომ ისე პას არ აძლევენ ვინმეს რომელიმე გუნდში არ არის ლაპარაკი მარტო ხვიჩაზე ზოგადად ხო იმიტომ რომ რაღაცა იდენტობას გვართმევენ თუ რაღაცას კიდე და მთელი სოფლიო მასონები და კიდე ვინ არის ყველა არის შეკრული იმიტომ რომ პასი არ მიცენ არავის არცეთ კაპიტანს ეს ბოდუები მე ჩემზე არ მოქმედია მაგრამ თუ კი რამეს დაუშვებ მაშინ ამაზე უარესი პერსპექტივა რაც არის პარიზში ყველანი თამაშობს აფრანგეთის ნაკრებში შენ როგორც არ მოგიდგენია თუ პას არა იმას უშვებთ რომ შეიძლება პასი არ მიცენ რაღაცა მიზეზით იმ მცველი რომელიც ასევე იმ ნაკრებში თამაშობს რატომ იცემს ახლა ხვიჩას და არ მიცემს თავის თანაგუნდო აი მივედით იმ კითხვამდე რაც უნდა დამესვე ახლა მის შესთვის საერთოდ სპორტში ვინც ყოფილა ჩართული გუნდში უთამაშია აი ეგ საკითხი ბიძინა იმიტომ არა ქართველია სხვა ეროვნებაა ნაკრებში ჩვენთან არ არის თუ რა ახალი ფეხბურთელი თუნდაც ძლიერი რომ მოდის და ჯდება ძირითადში თავიდანვე იმდენივე პას ვერ მიცემ რასაც წინა კლუბში აძლევენ ან ვისაც შენ სხვა პარტნიორს აძლევდი იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ჩვენ რომ გავიგოთ ამის რაღაც თვისებები იქით რომ გაიხედება რომ აქეთ გარბის და ასე შემდეგ აი იმას ვიცნობ და ამაზეც რომ გავუგოთ რაღაც პერიოდი გჭირდება ამისთვის მე მარტო მოედანზე სად გაიქცევა იმის ცოდნა კი არ არის იქ ხო იცი ორთაჭალის ბაღში ვნახე იქ ეიბელის კოშკზე ვნახე ხო სადღაც სხვაგანაც უნდა შედგეს ჩვენ შორის ქიმია გაიგე აი დათათუთაშკაში სულ ამოფოვე თეფშრო ააგდებს და ისროისთვის ეს პირველი დანახვით და შენი იმი კარიერის და იმის ფურცლის საკითხის სივის არ მოდის ხო ჩვენ ერთად უნდა წავიდეთ შეიძლება უნდა დავლიოთ ერთად შეიძლება სადღაც უნდა ვიჩხუბოთ რა ვიცი მე რაღაც გუნდში ერთად დავიძინოთ შეკრებაზე რაღაცა ეგ არის შედის თუ მოიყვებთ რომ ფეხბურთის გუნდებში განსაკუთრებით ბრიტანულში ხშირია ეგ ამბებიც და იქაც მეგობრობას და რაღაცა ურთიერთგაგებას უწყობს ხელს და მე არ ვამბობ ახლა კრიმინალს რაღაცები ხდება იქაც ხო და აი რა პერიოდი არის საჭირო ფიქრობ იმისთვის რომ ხვიჩა ეხა პირველ თამაშებში ხო ეგრევე რომ გამოვარდებოდა და გადარევდა ყველას არ ხდება ხო არა მოდი შეტყობ იმ დონისთვის რაც არის ეხლა საგოლე პასი გააკეთა აქ ხება ვერ გაიტანა თორე ორი საგოლე პასი მიცა შენი სიტყვებიდან გამომდინარე რომ შენ არ გვინდა რომ ის იყოს რიგითი მოთამაშე შენ მეცველით აი ვის შესვიდა აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე იმ ძველი პრობლემებიდან ახალი ქალაქი თან როგორი ქალაქი ახალი გუნდი რა პერიოდი შეიძლება იყოს საჭირო რომ აი ნამდვილი ხვიჩა ვიხილოთ მოედანზე რო კაი თუ ქალაქების მიხედვით ავიღებთ ხო კი ვთქვა თან როგორი ქალაქი და რაღაც მაგრამ ნეაპოლში მისთვის ყოფნა და გარეთ და თავისუფლად სუფთა ადამიანური თვალსაზრისით შეიძლება უფრო მძიმე ყოფილიყო იმიტომ რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე გააჩერებდნენ და ну სამწუხაროდ ერთჯერობით პარიზში ასეთი რამე სამწუხაროდ ძალებში ეგეთი რამე
ძალიან იშვიათად ხდება შეიძლება უკეთესი არის მისთვის ამიტომ ეს მომენტი ადაპტაციის ეს ადაპტაციის თვალსაზრისით ეს არის ძალიან კარგი მომენტი წმინდა ასე ვთქვათ ისეთი ადამიანური და ყოველდღიური ცხოვრების არა აღნიშნავს ამას ხშირად ავსვენ ეს ახლა სტრესი სკოლა არ იქნება მეორე როცა ასეთ დონეზე თამაშობ ასეთ კლუბებში ხა მან შედარებაც არ მინდა ნაპოლისა და PSG-ს შორის ორივე თვის ერთი და იგივე შენ დიდი დრო ადაპტაციისთვის არ აგაქვს და მით უფრო არ აგაქვს დიდი დრო როცა შენი პირდაპირი კონკურენტი იგივე ბარკოლაა რა როცა შენ მომენტალურად შენ შეიძლება იქიდან ამოვარდე რა ამიტომ ეს თან უნდა შევხედოთ ხო აი კოლომუანიზე იყო რა საუბარი და კიდე რამოდენიმე ბევრი ფეხბურთელი ყავს PSG-ს ყველა ერთად რო შეიკრიბოს ვინც განათხოვებული ყავს და ის აყავს კოლომუანიზე აკეთკენ ვერ უშვებდნენ იმიტომ რომ ლიმიტი ქონდა ამოწურული გასასხვისებელ ფეხბურთელებს და მე ვიღაცა დაიბრუნეს თუ ვიღაცა გაყიდეს რომ ეს ყველა ერთად რო დაიმასგეს შეიძლება მაშინ რა ქვია კაფეტერიაში ადგილი არ დარჩეს იმდენი ხალხი იყოს იქ სადილზე თუ ლანჩზე რა ხო შენს წინაში არის მაგალითი, როდესაც კაცი რამის 100 მილიონად გადმოიყვანეს და 4 თუ 5 თამაში აქვს, უნდა თამაშები და მერე გაანათხოვრეს, ხო? ანუ ესეც გასათვალისწინებელი მომენტია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ბიძინამ კარგად აღნიშნა რა, ეს ერთი თვე არის იმის საშუალება, რომ შენ თამაშ ჩემპიონატზე, შენ თამაშ თასზე, შენ თამაშ ჩემპიონთა ლიგაზე არ ყავს ისეთი მოწინააღმდეგეები, თუმცა მე მაგალითად მქონია რა, რომ ყოველთვის ჯობს, რომ რთულ მეტოქეს, აი ხა ჩემპიონთა ლიგაზე, ხო? ლივერპულთან რაც მან ითამაშა, ხო? სასაული. რომელ იგივე ბრესტთან რო გააკეთოს, ისე არ გამოჩნდება. ეს ისე არ გამოჩნდება რა. და მე ყოველთვის იმას ვამბობ ხოლმე, რომ მე მაგალითად მირჩევნია სუსტი გუნდი აღარ არიან ეგეთები იმ ეტაპზე, მაგრამ სუსტი გუნდი ნახევარფინალში შემხვდეს, ვიდრე მერვედფინალში შემხვდეს სუსტი გუნდი და მე მეოთხედფინალიდან გამომაგდოს ვიღაცა ძლიერმა, ხო? ამიტომ აი ის რაც ეხა ბრესტის შეხვედრით იყო, ნუ რა გითხრა მე ეგ არის მარადონას გოლი ინგლისთან და მესის გოლი ხეტაფესთან რა ორი ერთნაირი გოლი ხო ამიტომ მე ვფიქრობ რომ თებერვალი ეხა მისთვის არის ძალიან კარგი პერიოდი მე არ ვსგულდავ ეხა რაღაც პერიოდით ხო შეიძლება ეს თებერვალიც იყოს და მარტიც იყოს მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ის კვარა რომლის დანახვა ჩვენ გვინდა ნუ სადღაც მარტის მეორე ნახევრიდან რაც მას საშუალებას მისცემს რომ ბოლომდე გაიხსნას. რატო ვამბობ ამ პერიოდს? იმიტომ რომ PSG-შია, იმიტომ რომ კონკურენცია ყავს, იმიტომ რომ ამ კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლოგიკა ასეთია, მათთვის არაფერს არ ნიშნავს 95 მილიონად ნაყიდი კაცის განათხოვრება და მერე 75 მილიონის დახარჯვა რომ მოიყვანოს ახალი რა, თუნდაც მარკეტინგი იყოს ეს მისთვის და თუნდაც რაღაცა მსგავსი ნაბიჯი იქონდეს გადასადგმელი. ამიტომ დრო პატარაა, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს აი აქედან გამომდინარე, რომ მარტის ბოლოსთვის უნდა გყავდეს ის კვარა. გასათვალისწინებელია, რომ ერთი თვე მას ნათამაშები არ ქონდა, რომ გადავიდო და უკვე როდესაც სეზონის მიმდინარეობისას, ხა ნებისმიერი ფეხბურთელი და თამთა ვინც ყველა დაგვემოწმება, რომ შენ როცა საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს სეზონის პირველი ნახევარია თუ მეორე ამდენ სეზონში და ამ დროს ერთი თვე რომ გაჩერდები რაც არ უნდა ივარჯიშო ერთი თამაში არის 3 თვის ვარჯიშის ტოლფასი რა ის ერთი თვე რომ გაჩერდები აქ უკვე ჩადგომა ფორმაში და დაბრუნება რთულია რა მგერა გეთანხმები აბსოლუტურად ჩვენ ველოდებით სხვა ხვიჩას და უფრო უკეთეს და თქვა შორის ნაპოლიშიც რო გადავიდა პირველი 5-6 თამაში ქონდა ძალიან არ იყო ის მე თვითონ წყვებოდა რომელიღაც თამაშზე მიდიოდნენ მატარებლით იქ დი ლორენცო ელაპარაკა ვიღაც ძალიან გაახდა რაღაც ეს მომენტი აღმოჩნდა გადამწყვეტიო რომ მე გოლი შევაგდე ასე შემდეგ ხლა ადაპტაციასაც ლევან გეთახმები ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ენასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მარტის ბოლო ეხლა მივხვდი რატომაც თქვა სომხეთთან მატჩს დაამთხია. არა, ნუ იმ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხა ზუსტად მან მივდივარ ჩემთვის ეხლა PSG ბრესტთან გაივლის და მე ან ლივერპული ხდება ან ბარსელონა იმასთან ჩემთვის როგორ გითხრა მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ მინდა რომ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელი რაც შეიძლება საუკეთესო საკლუბო ტურნირზე დიდი ხანი იყოს თუმცა
ორიენტირი მაინც არის ნაკრები და ეს ორი მნიშვნელოვანი თამაში იმ სომხეთთან რა, სადაც ჩვენი ბელიგაში დარჩენა არ დარჩენის ბედი ხდება და იქ მინდა რომ მით უმეტეს პირველ თამაში არ გვეყოლება, სტუმრად რო ვატარებ და იქ მინდა რომ საუკეთესო იყოს ის ხვიჩა, რომელიც ჩვენ ნახეთ თქვა ევროპის ჩემპიონატზე, ნახეთ მანამდე და რომელიც ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მომისმენია ხოლმე ხვიჩა თუ არა ყავს წვნელს მეორე გეგმა უნდა კონდეს რაღაცა ბეგეგმა რა გეხმიჩას გარეშე და ხვიჩასთან ერთად საქართველოს ნაკრები არის ორი სხვადასხვა გუნდი ახლა მაგაზე ვისაც უნდა იმას შევეკამათები სულ რო ჩამოიყვანო ყველა მსოფლიოში საუკეთესო წვნელი ხვიჩას გარეშე ვერავითარ ბეგეგმას ვერ დაგიდებს რომელიც ჩვენ იგივე შედეგს მოგიტანს რასაც ხვიჩასთან ერთად რა ეს არის და მე ამ ჭრილში ვხედავ და ეს თავარია ეს სათამაშო პრაქტიკა მას კონდეს და ნუ ეხლა უნდა დაამტკიცო რა ეხლა თავზე ხელს არსად არავინ არ გადაგისვა მაგრამ ჩვენ მარტისთვის სამივე ფრანგი გჭირდება ფორმაში და თან ძალიან მაგარ ფორმაში ეხლა ფრანგებზე ერთი რაღაც მინდა თქვა ჯერ კიდე ერთი ფაქტორი მინდა თქვა რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აბსოლუტურად განსხვავებულ ჩემპიონატში გადმოვიდა. ეხლა ჩვენ გავიგე ეხლა რომ 4-ში შედის თუ 5-ში შედის თუ არ შედის საფრანგეთის ჩემპიონატი. აქ არის სხვა რეალობა. ეს არის გაცილებით უფრო მძიმე ჩემპიონატი, ჩემი აზრით, ჩემ აზრს ვამბობ. ანუ თვითონ სათამაშო ეს არ არის ის საფრანგეთი, რომელიც პლატინის დროს ჩემ თაობას ახსოვს, რომ აი რაღაცა იმისი მაქმანებით ბიანი ესეთი რომანტიკული ფეხბურთი. ეს არის აფრიკიდან წამოსულ ფეხბურთელებზე ორიენტირებული ტურნირი, ბევრად უფრო ხისტი ვიდრე იტალიაში, იმიტომ იტალიაში ფეხბურთის გემო სხვანაირად იციან. ეხლა აქ ის 4-ში იმითოა ჩემპიონატი, რომ იმას სხვა პეცი აქვს კიდე იმ იტალიურ ფეხბურთზე, რომ ვიღაცას მოწონს არ მოწონს, ამაზე არა გემონებაზე კავლაპარაკობ ეხლა. და ეს არის უმძიმესი იმას რა ქვია, ყოველი გოჯისთვის. ნახეთ როგორ თამაშობდა ის ლემანი. რომელიც ლემანი მეგონა რომ ის 24 საათი უკი დარჩებოდნენ იქ ფეხბურთელები და ირბენდნენ მაგითია ცნობილი ქალაქი მაგანდადის მაგ სტადიონის ირბენ ბურგონმა მეხუთე ლიგის კლუბმა მარსელი გავარდა პენალტების სერია 3-0 სიგებდა თაური დარტყმა აქ ნანახი ფილმი იმის პატრიკ დევერის მონაწილეობით იმას ემახსოვრა რომ ტრეინკი ამიდეს და ყოველთვის ესე იყო სათასო ბატალიები მანდ ფინალში სულ ვიღაცა ეს არის რა ქვია გუნდი რომელიც მეორე წელს აღარ არსებობს ვეღარ მოულობს არის და კიდე ერთი რამე რაც მაიმედებს იმითი რომ ხვიჩაზე გარდა იმ 70 მილიონისა რომელიც აგერ თქვით რომ არ არის არაფრის გარანტია უყურე მართალია უკაპიკოდ ყავდათ მოყვანილი მაგრამ ყავდათ ასენსიო კი ბატონო მარკო ასენსიო რომელსაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად ყველაფერი აქვს მოგებული რაც კი რეალთან მადრიდის რეალთან ერთად აქვს მოგებული, მაგრამ ესპანეთის ნაკრების წევრი, ეხლა შეიძლება ის არ იყოს, რა ქვია, მთლად უპირველესი ვარსკვლავი იმისი, მაგრამ აგერ გაუშვეს ასტონ ვილაში და არის განათხოვებული და იქ ეხლა ბედნიერია იმითი რა ქვია, რომ სათამაშო პრაქტიკა ექნება. კიდე ერთი არ უნდა გავუშვეს, ეხლა ჩვენ ნაპოლიზე ვილაპარაკეთ და იქ ნუ კავანი გაუშვეს და ეხლა PSG-ში თამაშობდა ლეონელ მესი, თამაშობდა იქ ავტორიტეტებზე და ეხლა მოდი ისიც ვთქვათ, რომ იმ ჩემპიონატს ჩვენ უნდა აუღო ის ლეონელ მესი ჩვენისთვისაც გვიყვარდა ეხლა რავი მე ეგრე ვფიქრობ შეიძლება ვწდები მაგრამ ჩემი ის მესი არ იყო PSG-ში რაც იყო ბარსელონაში და ჩვენ რისთვისაც ის გვიყვარდა სოფლიო ჩემპიონატზე ემზადებოდა არა მე რას ვიტყვი ზოგადად რასაც ველოდები ჩვენ ყოველთვის მესისგან სადაც არ უნდა იყოს რა PSG-ზე მეტყველებს და ორ ფაქტს რომელიც ასჯერ იგივე ნეიმარი ნახე რა ხდება მესი ჯერესეთი მომზადა ჩემპიონატისთვის სპეციფიური გუნდია რა რო ჩავიდა პირველ კაცად არ ჩავიდა ის იქ იყო პირველი კაცი მბაპე და ეს ჩავიდა და მიხვდა რომ აქ ჯობია მეპასეობა ვიდრე ის მბაპეს ვეჭიდაობა ჭიდაობა ვინმესთან და იმიტომაც აქ დღეს მბაპესთან მშვენიერი ურთიერთობა მაგრამ PSG არის გუნდი რომელიც არაზე იმა მესი და ამაზე თუ ჩვენ ლაპარაკობთ ნაციონალიზმზე და რაღაცაზე კიდე ისევ იმას უბრუნდები რაღაცა იმას თეორიებს
ეს არის გუნდი, რომელიც ერთადერთი კაცი არგენტინის ნაკრების შემადგენლობიდან, ვინც არაზე იმეს, არ გამოატანიეს საკუთარ კლუბში. როგორ ახან საფრანგეთს მოუგე, არ გამოატანიეს იმ სტადიონზე. ეს არ არის იოლი მაგას ვიდახ ძალიან სპეციფიური მისია, სადაც მივიდა ეს ბიჭი რა და წარმატებას უსურვებთ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს ძალიან დიდი. ეხლა მონაკოსთან აქვს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხა მონაკოა რა და როცა ვლაპარაკობ ჩვენ საფრანგეთის ჩემპიონატი გახდა მიუახლოვდა იმ 4-ულსო, მარტო PSG-ში კი არ არის. ის გაიხსენეთ რომ ის რიბალოვლევის თემა როცა იყო, რომელსაც მილიც ფალკაოები და ხამეს როდრიგესები და ის მარსიალი და მბაპეს აიდერ მოვიდა მაშინ ის მონაკო იყო, რომელიც სუპერკლუბს ქმნიდა, მე იქ რაღაცა პრობლემები შეექმნა და თლაც ზელვადიანი არ აღმოჩნდა ის პროექტი, მაგრამ ფინალი ერთად არის იმ მონაკომ გაყიდული ფეხბურთელებით მაშინ დაამყარა რეკორდი 350 თუ 400 მილიონი აიღო ამ იმე არა ფრანგული ფეხბურთის აგდება და თქვა რომ იქ რა უნდა და ჩემპიონატი ერთმანეთსაც ვიტყვი რა უბრალოდ ხშირად მესმის ხოლმე რაღაცა დილეტანტური საუბარი ბიჭო ვიცე ჩემპიონია მანამდე ჩემპიონია ისა და ეს ყველა იმ წიაღიდან მოდის, იმ საფრანგეთის ჩემპიონთან მოდის, როგორ შეიძლება ნაკრები შენ ყავდეს მსოფლიო ჩემპიონი, ვიცე ჩემპიონი და ყოველთვის ყველა ტურნირზე ბოლო წლებში ჩემპიონობის კანდიდატი ევროპის თუ მსოფლიოს და იქ ფეხბურთელები მოდიოდნენ, იმიდან სუსტი ფეხბურთელები, იმ ჩემპიონატიდან მიდიან ის ძლიერი ფეხბურთელები მაგარ კლუბებში და მერე ნაკრებში რა. არ უნდა აუთსაიდერებზე სწორება, ბევრ სფეროში და ბევრ საკითხში არის და მე პირადად არ მომწონს. ეხა იმ ხალხს უხსნა საფრანგეთის ჩემპიონატი რა კარგია ამ გადაცემის მისია ნუ გახდება ვინც არ იცის რომ საფრანგეთის ჩემპიონატი არა თუ ეხა ყოველთვის იყო იმ დონის რომელი დონისაც რომ ქართული ფეხბურთელიც იქ გადასვლა როგორ გვიამაყებოდა კაცო გიაგურული რომ ჰავსში თამაშობდა არ გახსოვს პარი სენ-ჟერმენში ფეხბურთელი კი რა გოლი რო გაუტანა ავრით ორი ღამე არ მეძინა სიხაუდი ჯარიმა რო შეაგდო ხო და ამიტომ ხა ეგეთ ხალხისთვის ახლა ჩვენ იმის ახსნაო საფრანგეთში რა კარგი ჩემპიონატია დაგვიჯერეთ აბსოლუტურად აზრს მოკრებული ამიტომ ჩვენ ახლა მოდი იმ ჩვენ საფრანგეთში ვნახოთ კიდე სხვა ქართველები რა შვებია აი ჯაბა კანკავა იყო რეიმში წასული და ვერ მოიკიდა ფეხი რა საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო და მე კი მაგრამ ვერ დამკვი ხა რა ფაქტორები იყო მე ხა ჯაბას ამით კი არ ვაკნიებ მაგრამ რთულია რა ეგრე ესე ხელაგებით ლაპარაკი რომ აუ საწავიდა და რაღაცა დაიწყო დავითაშვილი რომ დარბის და გოლები გაიქცა 7 გოლი გენეცვალე და მე-7 გაიტანა ეხა თვითონ მოიპოვა და პენალტი სახელის კლუბი კია მაგრამ ეხა საუკეთესო პერიოდი არა აქვს მაგრამ მე იმიტომ ვთქვი მე ის სენტეტიანი რომ კარგი, ეხლა იცი როგორ იყო სუწაგებულ თამაშებში გვაქვს ქართველების გოლები. ასევე პენალტი იყო, ქონდა ეს მატჩი ჩვენ ეთერში. გველესიანი გამოიყვანეს მეორე ტაიმში, 4-0 ზაგებდა პირველი ტაიმის მერე სპერსეპოლისი. და ამის წინა გოლიც ამ ტურნირზე მას ჰქონდა გატანილი. ერთადერთი მოგება ჰქონდა და ამის გოლით ჰქონდათ მოგებული. ისიც მეგეთ პენალტი გაიტანა 105 წუთზე. არ დაგვაუწეს რომ გოლი არ გაუშვიათ ამის შემოსვლის მერე. ბაჭორი ძალიან კარგად ითამაშა, მე უყურებდი ამ თამაშს რა. მე პირველი ტაიმს უყურე და მეორე ტაიმს უყურებდი. შემეშინდა. ეხლა გამიკვირდა რომ მიხაროდა რომ არ იყო ეს ახალი წვრთნელი ყავს თურქი და ეხლა ეს კაცი ნამდვილად არ არის მაგუნში სათადარიგოს ფეხბურთელი რა ამდენი წელია მანდ არის და წამყვანი ფეხბურთელია და ფაქტია შემოვიდა და აჩვენა კიდევაც რომ იმედია მიხდება მაგას მეორე ფრანცელაშა გულსფელს მე რო უყურე ცოტა დაგვიანებით ჩავთე უკვე 2-0 იყო მაგრამ რაღა დაგვიანებით არა გადაუბინოს პირველ ტაიმში რო აი და რო უყურებდი ჩემთვის ვიფიქრე რომ კიდე კარგი ეს არ არის იმიტომ რომ ალბათ რაღაცებს ალბათ კი არა ბევრ რამეს გააკეთებდა მაგრამ ნუ იქ ალხილალი მუტალი გუნდია ეს ალხილალმა შეჭამა ფროზინონეს თან ქონდა ბარის შეხვედრა მეორე ლიგაში და იქ ყავს ჩვენ კვერნაძე და ვნახოთ ეხა მისი აქაც ბოლო წუთზე უბრალოდ საჯის დამატებული 95-ზე და 2-0 აგებენ ამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა. კი, მეორე გოლი გაიტანა. ახალგაზრდული ნაკრების გასწვრივ. სპორტის მე გულშემატკი რომ მას ბევრი ძალიან კაი თვისება აქვს და ახალგაზრდული ნაკრებში ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და რაც აი ხშირად ქნის ხოლმე მომენტებს და აი
ცოტა დამამთავრებელ ფაზაში ჭირდება აშკარად, მეტი მომატება, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ სლოვაკეთში უნდა ითამაშოს ახლა სვანაძის გუნდმა და ახლა კვერნაძე ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი. ის ტურნირი სხვა შორის ის შესარჩევი ძალიან კარგად ჩაატარა. ახლა მე ყველა თამაშს უყურე, რაც აჩვენეს და მართლა აი ბევრ მომენტს თვითონაც ქმნის ინდივიდუალურად კაი თვისებებია. პორტუგალია და საფრანგეთი, ხო? კი, ძალიან ურთულეს ჯგუფში მოვხდით, მაგრამ აი ახალი ჯგუფიც გაიყო და გერმანიასთან ვართ. გერმანიასთან ვართ და იმასთან, რა ქვია, ჩრდილოეთ ირლანდია, გერმანია, მალტა არის და საბერძნეთი არის კიდე. და უსურვო წარმატებები სვანას, იმიტომ რომ ამ კაცმა ესე ქართველი მწვრთნელები ყოველთვის გვაინტერესებს და ქომაგობთ, იმიტომ რომ თუ ქართველი მწვრთნელები არ აიმაღლებენ დონეს, ქართული ფეხბურთი არ ამაღლდება და აი სვანაძე თავის მუშაობით ამ პერიოდში ახალგაზრდულ ნაკრებებში უკვე ჩამოყალიბდა ისეთ მწვრთნელად, რომ აი გუნდი გადის, კი შეიძლება იქ უფრო ცნობილი ფეხბურთელები იყვნენ, უფრო კარგად ფიზიკურად მომზადებული, მაგრამ პაულობს იმ გზებს, რითიც შეუძლია რომ დაამარცხოს ეს გუნდი. ისეულად გაიარეს ის გზა და ეხლა მოდი რა ყველა თანხდებით რომ შენ ხორვატიაში გააგდო ეხლა პენალტი თუ იმით და გახვიდე ევროპის ჩემპიონატზე. თამაში ეხლა შეიძლება ვიღაცა თქვა თან ბოლო ტურზე გაშვებული გოლით რაც ვიგებდით უკვე ფაქტობრივად გასული ვიყავით და არ გატყდა გუნდი დამატებით დროშე მე პენალტი და ეხლა სვანაძის სახით მე მიმაჩნია თუ ეს ადამიანი ესე გააგრძელებს პროგრესირებას, რომ ალბათ ეროვნული ნაკრებისთვის სამომავლო პერსპექტივაში მე მას ხედავ ახლა არ ვარეკლამებ, მე მინდა რომ ბოლო-ბოლო საქართველოს ნაკრებს ყავდეს ქართველი მწვრთნელი, რომელიც ჩვენ მოგვიტან შედ ახლა უცხოელებს არაფერს არ ვეჭ, მაგრამ ყველას გვინდა რომ მაინც და ეს ბიჭი თუმცა იქიდანაც რომ კარგი ცვლა გაუზარდოს ნაკრებს არ არის ნაკრებისათვის. მე აი თქვენ რაც გაიხსენეთ ეს ბოლო გასვლით თამაში ის ხორვატიას რო ეთა, ჩემთვის თავიდან ბოლომდე უყურე აი გულწრფელად და აი ზუსტად ისევე ვინერვიულე როგორც და ბუნებრივია ხო როგორც ეროვნული ნაკრების შემთხვევაში აი მართლა ძალიან ისე ვიყავი. ჩემთვის ეს თამაში იყო აი ნამდვილი მაგალითი კლასიკურად ორი ნომრით თამაშის რა აი როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა მეორე ნომრად როგორ უნდა კონდეს გადაკეტილი სივრცეები როგორ ისე რომ ძალიან ხარისხიანად თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ ბიჭებს ეხლა ისეთი დიდი გამოცდილება თამაშის და რაღაცის არა აქვს 90% არის საქართველოს ჩემპიონატი ხო რა მაგას ვამბობ რო ანუ და ამ გამოცდილებით შენ ტაქტიკა ესე დაალაგო თამაშის და თან კონტრშეტევაზე ნებისმიერი ჩვენი კონტრშეტევა იყო აი თავზარ და აი შიში რო შეგეშინდება რა რო გძნობ რო ეშინია შენი ყველა გადასვლა მან კიდე ერთი ზეთი ფაქტი მოხდა რომ სამწუხაროდ დაინტრა საზონოვი და გამოიყვანეს 18 წლის ლაცაბიძე, რომელიც მანამდე ნახევარდაცვაში თამაშობდა უკრაინულ კლუბში და დაწიეს და ეხლა იქაც ისე მოეწონათ რომ იქაც დაცვაში დაწიეს და აი ეგოიანზე მითხარი ერთი რა. აი მანაც გაიტანა ეგ ვიტესის შემადგენლობაში და ორი გოლი გვაქვს ჩვენ ეხლა გრაფსხაპს გაუტა იმას რა ქვია ექსერციოზი გაუტანა ეს კაი ჩაჭრა და კიდე ეხლა კიდე უკეთეს გაჩვენებ მე მოიცადე მანამდე ის თამაში იმიდან საჯარიმოს გაედან რომ მაგრატელო გაიტანა ის ხო ის რო რა არა ძალიან კარგად ნახე მაგარი გოლი შეაგდო შენ იქიდან გაუგდო აქედან შემოურბინა მე კარგად კარგად გაასურა ეკეთ ბატონო აი ნახე ოპ ჩვენი ხო ისე მარტივად, მაგრამ ტექნიკურად აქაც ნახე რა, კარგი მოძრაობა ქონდა რა. კი ბატონო. და ეს არის ეს გრასკოს მაგარი გოლია რა. კი წააგეს ეს, მაგრამ რა გოლი გაიტანა ნახე. ხო, ეს მაგარი. ეს ის კაი ბიჭია ძალიან. კი. 20-ის არის ხო ესა? 20-ის არის მაგარი. ეხლა იმ დროს ეს ამ გოლს პრეტენზია იქნება წლის გოლზე. ფოტოს სასტარტოში ეგოიანი ვერ ხვდებოდა ამ ნაკრებში რა. რა ხო მაგას გავიგე. ნუ ეხლა კი შეკრება ეხლა თამაში ექნება თურქეთში გაივლიან შეკრებას ახალგაზრდული და იქ გაფართოებული მატჩიც გამოძახებული არის.
შემადგენლობაში რა და რა ვიცი ჩვენ წარმატება უსურვოთ რა შედეგი ისეთი დადო რომ ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონი და თან ახლა არასოდეს ჯგუფიდან ჩვენ არ გავსულვართ ევროპის ჩემპიონზე პირდაპირ ესე რაც პირველად მოხდა რომ შეცარჩევი ციკლიდან გავედით რა არა იმდენად კარგი თამაში იყო იმდენად დაძაბული რომ სხვათა შორის აი რა საინტერესოა ივო შუშაკმა ეგრევე თამაშის მერე მომილოცე სულ ამბობ ხოლმე რომ ქართველების მიმართ მას გაყოლილი აქვს ეს დიდი სიყვარული და არ ავიწყდება და თქვა რომ აი მისმა ნაკრებმა წააგო თვითონ ახალგაზრდულის წელიც ყოფილა და დარწმუნებული ვარ რომ იქ წელთა შტაბი რაღაც ინფორმაციას ამას კითხავდა აბარასიდან ქართველებზე და წააგო ეგ დამთავრებული არ იყო სასტველი პირიდან გამოღებული არ ქონდა საერთოდ მომწერა მომილოცე სიგულები და დროშები და ყველაფერი კარგი მოდი ერთი ორი რაღაცა საერთაშორისო რაღაცასაც შევეხოთ სანამ ლაშასთან გადავიდოდით ნეიმარი დაბრუნდა ბრაზილიის ჩემპიონატში და ჩვენ გვექნება ბრაზილიის ჩემპიონატი ტრადიციულად ახლა კლუბების ის არის რა ქვია პაულისტა და ესენია კი და შტატების ჩემპიონატი მიდის. ხო, ჩამოვიდა თავის გუნდში. სანტოში. და ახლა სანტოში 10 ნომერი ხო, ნუ აი ეს ცოტა ჩემთვის მე არ ხო ბრაზილიელებმა ხო აღნიშნეს ხო თქვენ სიტყვა პელე ხო შეიტანეს როგორც ლექსიკონში როგორც ეს ახლა პელე არ არის ჩემთვის გემოზე არ დაობენ სანამ ბრაზილიელებმა შეიტანეს ეგ სიტყვა თავის ლექსიკონში ჩვენ ლამას გოგოსაც კი პელე გოგოს ხო და აი მოდი მე ქართულად ვიტყვი რომ ეს ჩემთვის პელე არის და ამას ათიანი სანტოში მე არ ვიცი ვის ეკუთვნის მაგრამ არ ეკუთვნის ეს რა სადაც იყო ორი თამაში ჩაატარას თუ და 101 მილიონი დოლარი იგებდა კონტრაქტი რომ არ გაიწვია დაადრევა პირველ თამაში ითამაშა ნაკრების გოლების რეკორდი ხო პელეს მოუხდა დანი ლუისიც დაბრუნდა ეგერ ბრაზილიაში ფლამენგოში 13 ნომერი იყო და ეგერ მოიგო თასი და 43 წუთი ქონდა ნათამაშების იმ კლუბში და ამდენი გონდა აღებული იქით კვირაში განვაახლებთ სამხრეთ ამერიკულ ჩემპიონატების მიმოხილვას და ლიბერტადორესი დაიწყო. კარგი, ეს უკვე მქონდა არ შემიძლია არ კითხოთ, საერთოდ ეგ ძალიან კაია, მე პირადად მივესალმები როგორც სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარის უყურებ ხოლმე რო გადის ეს ლიბერტადორესის იმის და თამაშები და ისინი საკლუბოც ისე და ძალიან მე სიამოვნებას ვიღებ ეხლა ზოგ შეიძლება ასიამოვნებს როგორც გაირკვა ძალიან ბევრი ახალი წესი FIFA-ში და ევროპულ ფეხბურთში შემოდის სწორედ კომნებულიდან. მაგალითად ეს ის იმას კაფის დასხმა, სტუმრად გოლის გატანის პრივილეგიის გაუქმება და ახლა უკვე დაიწყო სერიოზული საუბრები იმაზე. ყველაზე მთავარი უნდა შემოიტანონ კომნებულიდან, ჩემია ბოდიშვილი გაწყდა. ყველაზე მთავარი არ ვიცი რომელს გულს უმარ, ეხა შემოაქვთ რომ დამატებითი დრო უნდათ გააუქმონ და პლეიოფებში ევროთასებზე პირდაპირ პენალტები დაარტყა. საინტერესო, მაგრამ ხმამაღალი საუბარი მსაჯთან და ისა, ეს ჩემი აზრით არის აუცილებლად რა ვერ გადაწყვიტა ჩეფერინმა ამნაირი. სამაგიეროდ ბუნდესლიგამ დანერგა სენატურის მიმოხილვას, რომ უყურე უკვე დგანა და ჰოკეიში როა, ხო იცი რომ ჰოკეიში, რაგბიში, კაცო ყველგან აბა მე ახლა ვიტყვი რომ არ მივესალმები დამატებით დროის გაუქმებაზე, როგორც არ მივესალმებოდი ოქროს გოლს რა ახლა ოქროს გოლი არ თქვენც არაერთხელ გითქვამთ ეთერში რა ეს დამატებითი დრო არ ყოფილიყო ახლა რამდენი ჩვენ ისეთი ფეხბურთი რამდენი ისეთ თამაშს დაკარგავდა და რამდენი ემოციას და საფრანგეთი გერმანია ბოლო ჩემპიონატის ფინალი. ანუ რა მე პირადად ესე მიმაჩნია რომ ეგ არის გამოწვეული იმით რომ ზედმეტი წუთები აღარ ხო ფეხბურთი იმდენად კონსერვატიული სახეობაა რომ მაშინ დიდი ქირურგიული ჩარევები საჭირო ნამდვილად არ არის. აუ მე მაშინ იმის მომხრევა რომ აღადგინო საერთო ძველი წესი იმიტომ რომ მეტი ფეხბურთის ყურება გადათამაში იყოს მეორე დღეს თამაში რა. მე გეთანხმები ოღონდ ფინალის შემთხვევაში ნახევარფინალს ვერ გადაითამაშებენ. ხო, არა, მაგაში გეთახმები ხე შეიძლება რაღაც ის იყოს, მაგრამ აი რატო არა აი
ფრე დამთავრდა, არ გამოვიდა მეორე დღეს ვითამაშოთ მე ფინალზე ეს დაღლილი წყვილი იქნება და იქითაც არა, გეთახმები, მაგრამ აი ფინალზე მეორე ვითამაშოთ რა. კი, ვითამაშოთ 3 დღის მერე მეორეზე ფინალი. ეხლა ფინანსურად რო ვიანგარიშე, მაგას ინფანტინო ყველა ვარიანტში მოიფიქრებს, მაგრამ მაგამდე მივარ. ეხლა რა ჭირს, ჩემი საზრით რა ჭირს სიტის. აქ აი თქვენ კარგად აღნიშნეთ რა, ყველაზე მხარჯველი მწვრთნელიაო რა. სიტისში არ არის ტრადიცია. ჩემი წარმოდგენით. ეს ტრადიცია შეიქმნა ფულით და შეიქმნა ძალიან მოკლე პერიოდში და შეიქმნა სწორედ გვარდიოლას დიდი მონადო, მანამდე იყო იქ მასინი მოიგო ის ჩემპიონატი და გვარდიოლამ 7 სეზონში 6 ჯერ მოიგო ახლა ისეთი რაღაცა ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და სასწაული რა იცით ხო აი ამ ხელა ბიუჯეტის პირობებში და ცვლა არ ვიაქტიურებ რატო ცვლის ამ ფეხბურთელებს იმიტომ კი არ ცვლის ჩემი აზრით რომ ის ფეხბურთელი შესაძლებელია და მისი ფუნქცია ის ფეხბურთს ვეღარ თამაშობს მისი ალბათ ამასაც მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით მისი ანაზღაურება და მის მიერ მიღწეული ის რაღაცა თორე ანუ აი ხო აი ძალიან ცუდი სიტყვა აი გამაძღარი ხდება ანუ შიერი აღარ არის რა და როცა мотиваცია აღარ აქვს ფეხბურთელს რომ აი ამაზე მეტს მინდა მივახციო იმას რამდენი ფულიც არ უნდა მისცე იმას რანაირადაც არ უნდა იმას ქნა ის ვეღარ თამა ჩემთვის აი ყველაზე ნათელი მაგალითი მაგის ძალიან დიდი კარგი ხა კარგი ფეხბურთელია მომწონს გრილისში რა მართლა მომწონს იქ თავი რაღაც ხასიათით ცოტა მომწონს და მიხვედი მაგრამ 100 მილიონი გრილისში ნამდვილად ცოტა შუხარიკია გაიგე აი ისეთი კარგია მაგრამ მე ასტონ ვილაში რო გრილისში თამაშობდა ის უფრო მომწონდა ვიდრე ის გრილისში რომელიც ეხა თუნდაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული Manchester City-სთან რა. მაგის ხელმოწერილი მაინც. ეხლა იმას ვერ ვიტყვი როგორ უნდა თქვა. გვარდიოლას შემოქმედებითი კრიზისი აქვს ეხლა მე მაგრამ უბრალოდ აი ნათელი მაგალითი იყო ყველა მუყურეთ PSG-სთან თამაშს. City, გვარდიოლას City, ან სადაც იყო ნებისმიერ გუნდში, მისი პრიორიტეტი რა იყო ბარსელონაში და მაღალი პრესინგი გუნდებს აღჭობდა და ესა City ესეთი დაჩაგრული 0-2-ის მერე PSG-მ როგორც გაგუდა თავისვე ნახევარზე და ბურთი ვერ ამოიტანეს ეგ იყო რა არა ეგეთი ერთი თამაში ითამაშა კიდევ უყურთ ისე რომ გოლი არ გაუტანია გაგუდული ყავდა მაგრამ ეს არ აქვია მოცადე და ამ ამორინმა არის 4-4 მაგას ვიჭახე ამ ბოლო პერიოდში ესე დაჩაგრული City ჩემი აზრით ძალიან ცუდი მომენტია დიდი გუნდისთვის ეგ არის ძალიან ცუდი მომენტი როცა კარიერაში მაგას ეგეთი ის არ ქონია კარიერაში რაღაც 13 ხელი შეაჩვიეს 13 თამაში ქონდა მოუგებელი ყველა ტურნირზე და ეგეთი ანგარიშები გვარდიოლას წაიღო ერთი რაღაც რა გვარდიოლა ამოვიდა ხა ხო თავართებად ხო დიდი მწვრთნელია დიდი შესაძლებლობების გუნდია ტიტულები არ აკლიათ უკვე ყველაფერი მაგრამ ხომ არ არის დრო რომ გაეყარონ ერთმანეთს ხო ისევე როგორც შენ არ მეთანხმები მაგრამ დრო არის რომ გაეყაროს რეალი ანჩელოტის იმიტომ რომ 5-1 და 4-1 არ შეიძლება აგებდეს რეალი რა ხო ეგ ამბობენ მაგრამ არა არ უნდა აგებდეს რეალი 5-1 და 4-1 გვარდიოლა სადღაც რო წავა რაღაც ახალ გამოწვევას მიიღებს იმასთან City-ს ვიღაცა ჩაუდგება სადაც ცოტა სხვა ფეხბურთს მაგრამ იმოქმედა რომ პირად ცხოვრებაშიც ეხლა პრობლემა 30 წელი მეუღლე ყავდა და თქვა გაეყარნე და დაიწერა რაზე გვარდიოლას რა დაიწერა რაზე მეუღლეს გაეყარა City-ს რო გაეყარა მე რას ვიძახი რომ ერთ-ერთი მთავარი ხო ეს ინგლისელები ყველაფერს იყო მიზეზი რა იყო რომ რაღაც ერთმანეთში მოლაპარაკება ქონდათ რომ ეს City-სთან აღარ გაახანგრძლივდა კონტრაქტს და დაბრუნდებოდა უკან. თუმცა ბოლო მომენტში ადგა და მაინც გაახანგრძლივა და რაღაცა ესეთი დიდი უთანხმოება ნუ მოხდა იქ ოჯახში და ეხა 30 წელი თოლქმარი რაღაცა ის დაიღალა Manchester-ში ცხოვრებით ალბათ რაღაცა მოუგდა ეხლა ხო ხარ ნამყოფი ხარ როგორ უნდა მოგინდეს გინდა Manchester-ში და გინდა ტურინში ცხოვრება ეხლა ნუ ეხლა ძალიან კაი ქალაქებია შენ რასაც იძახი ეხლა უბრალოდ გვარდიოლა თან თვითონ ისეთი ტიპი იყო ისეთი ბარსელონადან წავიდა
რომელიც წარმოუდგენელი იყო, რომ მე არ მეგონა, რომ მაგ შეიძლება აღარც განმეორდეს ფეხბურთის უცებ იქზე წავიდა, ნუ იქ ბაიერნი გასაგებია ჩემპიონთა ლიგა, აქაც ახლა 7 წელიწადში ეგ ყველაფერს რომ მოიგებ. ზედიზედ 6-ჯერ ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, რავი, სიტის არც ხონია ეგეთი ისა და შეიძლება არის რაღაცა მომენტი, რომ წაგებული წავიდა ეგ მომენტი, რომ ის ეგ მომენტი, რომ ვიღაცა უნდა წავიდეს. თვითონ მიდიოდა სულ პიკზე რა, ეხლა იმ ბარსელონიდან წასვლა, რა ვიცი, წარმოუდგენელი რაღაც ფაქტი იყო რა. მე არა, გეთახმებით. რა თქმა უნდა, რაც ანუ გაყრა, ყოველთვის არის გამოსავალი, მით უფრო 5-1-ების, 4-1-ების და ეს ძიმე გადასატანია, რაც არ უნდა იყოს ყველანაირად რა, მაგრამ ხო, მაგალითი ხო, ფერგიუსონის მაგალითი ხო გვაქვს. ვენგერის მაგალითი გვაქვს. ხო, მაგრამ ვენგერმა ერთხელ მოიგო ის, ძალიან კარგად მოიგო, მაგრამ 50 წელიწადი იყო იქა და მან რა არის, აი მან შეცვლილია რა, ახლა ფერგიუსონს რა დროც ერთი სეზონი, ფერგიუსონს რა დროც აცალეს იმ დროს შენ ახლა ვინ გაცლის? ფერგიუსონი 86 წელს რომ მიიყვანეს, 91 წლამდე ტიტული არ ქონდა. ახლა 5-6 წელი წარმოუდგენელია. ხო, მაგრამ არც იმხელა ბიუჯეტები არ ქონდა. არა, რა თქმა უნდა. გასაგებია, მაგრამ ის ფეხბურთით შეიცვალა იგივე ვენგერს რამდენი ხანიც პირველად რო ჩამოიყვანეს იაპონიიდან ჟურნალისტების ის რო იყო დასცინეს რა არსენი რა ვენგერი თვითონ ეხლა იცი ეხლა ინგლისურიც მაგრამ ნუ ამდენ ხანსაც არ გაცლის რა ეხლა რა კი ლაშასკენ მივმართოთ უკვე ჩვენი ესენი თუმცა მე ძალიან მიყვარს ანჩელოტი მაგრამ მე მგონი ჩაბი ალონსო იუვენტუსში ხო არ წამოვა არა ჩვენ და ანჩელოტი როგორც ხალიდა ზეთი ისე არა 9-3 ჩემი სიყვარული ანჩელოტისადმი ბარსელონასთან ის რეალში ყოფნა არ ყოფნასთან დაკავშირებული არ არის ტიტული სადაც წავა იქაც მეყარება სტატისტიკა საუბარი მიუხედავად იმისა რომ დიდი შეუთავსებლობა გვაქვს ყველანაირი თვალსაზრისით მაგრამ ძალიან დიდი პატივისცემა. არა, კაცო, პატივისცემა როგორ შეიძლება არ კონდეს მწვრთნელის, რომელსაც მოიგო ყველა გუნდით ისა რა ქვია, ლამის ჩემპიონთა ლიგა და სხვათა შორის ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე გამახსენდა და იმაზე რა ქვია, ანჩელოტიზე. სერხიო რამოსმა მოაწერა ხელი გუშინ მონტერეისთან და რომელი რა იყო, იცი? 93. 93 წუთზე გოლი რო გაიტანა. იმას რო გოლი გაუტანა, რა ქვია, ატლეტიკოს 93 წუთზე, მაგით რა თქვა, მაშინ მადრიდში ინდიელები ვერაზროს იმეფება. წავიდა ინდიელები. ეგ თუ გაუხსენეთ, მაჩეტათი მოაჭრიან ენას. მემიკელი დემიჩელისია ეს. გაუხსენებენ მაგას ჯერ არა, მაგრამ მაგას გაუხსენებენ. ამოსი ახლა. აი, აბა შეგვიდი ახლა. ხო, რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი იყო, ლიგა არ იყო და ცოტა ნაკლებია, მაგრამ არა უშასა. ერედივიზიონით საყვარელი თამაში იყო. აიაქსი, ფეინორდი, ეს მაგარი თამაში იყო სხვათა შორის. ხო. და იყო ერთ-ერთი ეპიზოდი. ხო. ბატონო. ბარათი რა არის? ნუ დარღვევა დააფიქსირა, გავიგე. თუ გარეთ არის წითელია, თუ შიგნით არის ყვითელი. გასაგები და ვის უნდა ვიცე ეგ ბარათი? შელზე იმ ყამათის გამომიწვის ხო? ვის დაარღვია ამას 18 ნომერს, რომელიც ისე არ გამათობდა, საუბრობდა ჩვეულებრივად. მე მგონი და ის ვინც დაარღვია? იმას არაფერი არ ვიცი. ის გამოძმა. მე პენალტი მგონია ეს. პენალტი დადო არის. ხო და არა, კომენტატორები ამბობდნენ რომ გარეთ არის. გარეთ კი მიარტყა, ის გადალახა და აი ამ მიტყმაზე წაიქცა რა. პირველ მიტყმაზე. მეორე მორტყმა ვერ დაინახა მსაჯმა, პირველი რაც დაინახა გარეთ იყო კი ბატონო, მაგრამ ნუ პირველი აშკარად გარეთ. რადგანაც ხო, მაგრამ რა ვიცი, მაგ დროს როგორ არის, აი ბოლო დარღვევა თუ არის, ანუ ბოლო დარღვევა რას ვიცი, აი ხა მაისურზე დაჭერა. აქცია შიდა დარღვევა. აი მაისურზე გარეთ ვიჭერ, ადრეც მაგაზე გარეთ ვიჭერ, მაგრამ შეგათვლია. შევიდა და არ უშო. იმაზე მე რომ დღემდე მეტად იმაზე. კუთხური იყო, რომ ხო და აი ხო, ეხლა თუ პენალტია, გასაგებია, რომ წითელს აღარ აძლევენ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ორთაბრძოლა ითვლება, მაგრამ საერთოდ სხვა ფეხბურთელი და ვინც არ ღვევდა ის ფეხბურთელი საერთოდ შერასაც საბარო ეგ არის? არა. დანიშნე ჯარიმა. ჯარიმა. იმ ფეხბურთელს ბარათი წითელი რატო არის? ჯარიმა, როგორ დანიშნე ჯარიმა, აბა რა იყოს? არა, ვარმა ანუ თავიდანო იყო შეცდომა ის რომ
დაანღო ეხა ხო აშკარა ერთ-ერთზე გადიოდა, ბურთის კონტროლი ქონდა, ერთ-ერთზე მიდის, მეტი ეხა აშკარა საგოლე რა არის. და პირისპირ გავიდა მოტყუებულ კაცზე. პრობლემა არის ის ფეხბურთელი გამურჩა საერთოდ. წინ რო დახვდა. ეგ არის შეცდომა. ხო, წინ რო დახვდა ის ფეხბურთელი, იმას კამაცე კი არ მიცე, ისე გონა დაამგვე. ისე გონა? ხო, აბა ესე, აბა ის საერთოდ როგორ ის რაღაცას ეუბნებოდა. არა, ისე ის კამათი ეხა რატო არ უკანახეს არავინ? ხო, ეგ არის რომ ისე წარმოიდგინე. შეეშალა თუ არაფერს რანეთან ვარის ოთახია ორი გვერდითი რა. უბებოდა პენალტი არ არიან. არა, ყველაფერს იმან უთხარა ვარმა ესეც მაშინაზე. არა, ნუ გვერდითი მსაჯები არიან, თუმცა რადგანაც ვარზე მივიდა, ყოველ შემთხვევაში ის ფეხბურთელი არ უნდა გამოპაროდათ, ეხა ვინც დაარღვია წესი, ხო? მე მიესა რომ ვითომ იმას კამაცე მეცარა, ამას ველოდებოდი პენალტი იქნებოდა თუ არა. ხო, რაღაცა გამოძმებდი და მე აქედან გამოუძვრებოდი. ანუ მოიცა რას გეუბნები? 50 კამერა იღებს ვარი. ჯარიმა რატო არ დანიშნა? დანიშნა რა, მე პენალტი ჯარიმა რატო არ დატოვეს იმაში რა ქვია. ანუ მეორე დარღვევა კონტაქტი. პირველი დარღვევა გავიგე კაცო, გავიგე. არც არ გადაახტა ჩავა და მეგონი წაიქცა მაგის გამო. არა, მეორე ფეხის მორწყვით წაიქცა. ისე არ ეცემოდა. ისე ექცეოდა. ეცემოდა იხა. მე მაგას გეუბნები, ისე ეცემოდა. კონტროლკა. ხო, იქ რაღაცა მეორე შეხებაც რო ნახეს, მაგრამ პენალტის დავდოთ. აი ნახე. მე არ მგონი, მე მგონია ჯარიმაა ეს. აი მეორე ფეხითაც ეხება, კი. აი იმიტომ არა, რას გეუბნები, გავიგე რომ მეორეც ეხება, მაგრამ თუ დარღვევა არის გარეთ, წამქცევი დარღვევა გარეთ იყო. ხო, ნუ წამქცევი გარღვევა. არა, შიგნითაც რო იყო, თან ხაზზე დგას. ეხა ჩემს ამ ფენორდის ის გაეპარა და ეს დახვდა. ეს ამას რა უნდოდა კი არა. არა, ნუ ეს ეუნება რომ უბრალოდ ეხა ისეთი კამათი არ იყო აბა, არ ეცემოდა ეს. კი, მეორე ფეხშიც ურტყავს მაინც რა. აი უყურე. ეს ერთია. ეს არაფერი არა. ეს ერთია. აი ამით წაიქცა. აი ხო. ანუ ის აგზელებდა გაქცევას. სირბილს. რეკორსი არ წაიქცეოდა კაცო. სად არ წაიქცეოდა ბრასიზამდე. მეორე ფეხი წაიქცა. ამა კაპიტანს რას უხსნის? ის კაც გამოზრა 33 ნომერი გემრიელად ვერ იპოვეს. ხანკო არის ხო? ხაზგო. შეიძლება ნაროში ლოკა ქონდა რა. ხო, ეს ცოტა თან ეხა მაკელიესგან გასაგებ დიდი მსაჯია, დიდ ფორუმებზე მსაჯობს ხოლმე, მაგრამ ასა ესე არ უნდა გამოზრა. ესპანიოლი რეალი იყო ესეთი. მოკლედ ვარზე თუ არ უნდათ, მაინც არ მიცემ. არა, ეს დიდი პრობლემაა, ეხა ეს არის ამ შემთხვევაში ახლა რეალის პრეტენზია იყო 100%-იანი რა გასაგდები იყო კაცი რა თუნდა ახლა ხო და კიდე ერთხელ ვამბობ ხმამაღლა საუბარი ღიად გამჭვირვალეთ ის გამონახეს ხო იცი ხო მაგრამ თუ არ დაუძახეს კაპიტანს საუხსენ ეს ახლა ამ მომენტზე არც არა გადაწყვეტილებას იძახის და ხშირად ჩვენ დარჩენია კითხვები მაგრამ ამ მომენტზე ხო არ მოუწევს ეხლა რას ამბობენ მე რა რას ამბობ ეხლა დაავალდებულეს რომ კაპიტანს აუხსნა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ტურებში ნახეთ ძალიან გამოკვეთილად რომ ვარზე მიღებული აქაც გადაწყვეტილებები კაპიტანთან მიდიხარ და კაპიტანს უხსნით ცალკე მაგრამ მეც ახლა ვემხრობი სამხრეთ ამერიკა ჩვენ გვექნება იქიდანაც სამხრეთ ამერიკიდან ეს ვარის ეპიზოდი როგორ გაარჩიეს იყოს გახსნილი რა აი რა არის დასამალი დაუშვათ მე ვერ ხვდები მართლა ვერ ხვდები ხო რავი იმისი რა ჩემი აზრით უკეთესია იგივე შეცდომების გამოსწორებლად რომელიც იმალება ერთმანეთში რაღაცა საუბრობენ და არა ეგ ნორვეგია აუქმებს შვედეთი აუქმებს ხო ანუ გახსოვთ რომ ვილაპარაკებ ბევრჯერ მწონია საუბარი რა თუ ვამბობთ რომ ვარი არის, მაშინ უნდა მივენდოთ ბოლომდე და იქ არჩევაც იყოს იმსაუბრის რაღაცა და გადაწყვეტილება. თუ არ გვინდა, მაშინ არ გვინდა და დაუბრუნდეთ. ძელი ის რა იყო, სუძიავს იქ და პრავდა მორჩა რა. ხო და კომუნისტური ენდობოდენ. მე რას გეყვით, იცი აი კუკურელიას ხელზე რო პენალტი არ დაიდო. რამდენ არა, მე აღიარებამდე იყო მარჩიელობა, არ უთქვიათ. იქ ჯარიმა მიცა, თამაშგარე მიცა, რა დაინე რა, თუ ხელი არ იყო. საჯი ჟესტი მოედანზე არის რომ ხელი აქვს მიბჯენილიო, მაგიტო არ ვაძლეო. თუმცა მე დაიწერა რომ თამაშგარე ჯარიმა იყო და რეალურად ნათქვამი არაფერი არ იყო და საბოლოო ჯამში გავიდა 3 თვე თუ 4 თვე და გამოაცხადეს რომ არაო შეცდომა იყო ხო ამ შემთხვევაში ნუ სამხრეთ ამერიკული ვარიანტი მისაღებია ღიაობა ამაზე დიდი ჩხუბია ამ ეხა იქნება გადაწყვეტილებაზე იმიტომ რომ იქ
ტებასი გამოვიდა ეხა ტებასი გამოვიდა და რეალს დაარტყარო რა თქვენ წაიღეთ იმან რა ქვია მას პერესმა ელაპარაკარო ჩაგრავენ და რაღაცა რომ მაგაზე სიცილი დაიწყეს იმათო რა ჩაგრავენ მოდი მე თქვენ გეშუბებიან ამასთან დაკავშირებით რომ მილიონი რაღაცა პრობლემა არის ის რომ ესეთი ტექნოლოგიები გაქვს საშუალება გაქვს ეხა მადრიდული დერბია ეხლა სიმეონე გამოვიდა თქვა რომ ეხა ზაანას მოვიმასის ამ თამას იმიტომ რომ ეხლა შემდეგ თამაში დაიწყებენ იმას რა ქვია ჩვენთვის თან პერესმა წააგო რეალმა ერთ თამაში თან ორივეს ლიგის წინა დღეებში შეხვდეთ თამაში ეხა იქ დახოცვა ერთმანეთის პერესმა ამის გამო მე ამ იმის გამო თქვა არ გამოვიდა იმითი რომ ჩვენთან რო ავამაღლოთ რომ საჯების დონეო და რაღაცაო პრემიერ ლიგიდანო უნდა მოვიწვიოთო საჯებიო და ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილი ყავდა ჩემი საყვარელი საჯი ოლივერ სანამ მოხვიდოდი ლიფტიდან რო საუბრობდით ფოტო გვინდოდა მოგვეტანა ტექნიკურად ვერ მოხერხდა რამოდენიმე წინა პერიოდს სიტი ლივერპული მაკალისტერს აკანჟი ურტყავს როგორ გულის ოპერაცია გაუკეთა აი შიპები იმით ამოაზრეს იქიდან თამაშის აი ამ ადგილში და ეს სურათი დახატული აქვს პრემიერ ლიგის წიგნში სადაც წერია რომ რას ნიშნავს მაღლა აწეული ფეხით ძალიან უხეშად თამაში და ჟურნალისტს უზერე რომ მაგ მომენტში ოლივერმა ჯარიმაც არ დადო ანუ ის ციგნები საჯებსაც ააკეთეთ რა თუ ციგნს უშვებ და რაღაცა პოზიცია გაქვს ხო იმათაც ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმათაც ააკითხო მე მაგკაცზე კომენტარებს არ ვაკეთებ ხო ვიცი ისე შარში გაიგო მაგ თამაშზე დიდი წინა თამაშს ანგარიშთან გამომდინარე. კარგი, ლემანი PSG, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ საფრანგეთის თასზე ვარი არ არის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. არა, შემდეგ ეტაპიდან არის. იქნებაო, იმიტომ რომ რეგიონის გუნდები ესეთი პენალტები, საპენალტია მოკლედ. საჩვენოთ ასე ვთქვა. უკვე კამფეტივით იდება, ხო? ხო, ნუ ეხა, იმიტომაც გაუკვირდა ყველას. არა, აღარ ჩვებიან მცველები, როცა იციან რომ ვარია. ეხა ამ PSG-მაც ჭიდაობაა. მოგერდია. ვაზარია იცოდა, ვაზარი. იპონი არ არის, მაგრამ ნუ ვაზარია. ხო, რა, მეჭებზე ხა ვერ დადო. არის. ჩაოლები პენალტი რომელიც ვარზე. აი, ანუ ვარის მინუს პლუსებზე რო არის, აი ესეთი ეპიზოდები, კონტროლის ფაქტორი რო არის. კი ბატონო. ფეხბურთელებმა რო იციან, ჩვენ ვიყურებენ, სხვანაირად იქცევიან, ხო? გეტყვი ზუსტ მაგალითს, როცა იცი რომ კამერა ჩართულია 110-ზე, ნუ 115-ზე დააყენებ თუ რაც არის და ივლიდან როცა იცი რომ აქ არ არის ხანდახან შეძლების და ვარაკ ცოტა მეტის სახე. აი ეს ჩვენ რო ახსენეთ სამხრეთ ამერიკა და ბოკა ხუნიორსი, ხო, ურაკანი, ხო? კი. აბატონ წერია ყველაფერი საჯი რას ეუბნება, ვარი რას ეუბნება, რატო გააჩერეს. ანუ თამაშგარე იყო თუ არა ეპიზოდია, ცოტა დიდი ვიდეოა. არა, ნახოთ ჩვენც. რას ვითხოვთ ჩვენ ევროპელები, რო ვიცოდეთ. ანუ ქვემოთ ეხა ესპანურად წერია, იქ ესპანურია მოგეხსენებათ. კი. არა მარტო არგენტინაში თვითონ მთლიანად სამხრეთ ამერიკის. ეს მომენტში არის თამაშგარეში. კი, არის. კი, მაგრამ სხვა ყავს თავს, სხვა ყავს თავით. იმან რამდენად იქონია გავლენა. იმ ფეხბურთელმა რამდენად მეგონი იქონია მაინც, იმიტომ რომ იცი რა. ეს გოლი ჩათვალეს, თქვათ ესე, ვარით არჩიეს, ჩათვალეს, ხო? ხო, ჩათვალეს. მაგრამ მეც ვიზინას ვეთანხმები, რომ გავლენა ქონდა. როგორც მცველზე. მეკარე ვერ ხედავს რა. მეკარი წინ დგას და თან იწევა რა, ესე ვთქვა, უთავისუფლებს, მცველის ნუ დაგვაგვისტავ, მცველიც, უყურე? თავიდან თითქოს შორს არის, მაგრამ ბოლო ეპიზოდში მცველ ძალიან ახლოს არის მცველთან, თითქმის კონტაქტში. იქონია გავლენა რა, აჰა, აი. აი ბატონო. იწევა რა. იწევა, თან იწევა რა, ხელს უწყობს. ანუ მეკარის ბურთი მოდის იმ კაცის უკნიდან რა. ანუ ფეხბურთში ხა ამაზე აქტიური პოზიცია სად უნდა დადგეს. რა თქმა უნდა. პირდაპირ კარის წინა ხარ, მეკარის საჯარო. არა, ამაზე მეტად თამაშგარეში ყოფა ფეხბურთელმა ბურთს შეხვები ზეგავლენა როგორ უნდა მოუხდიო რა. კი. თუ არ უნდა მონაწილეობა საერთოდ აჩვენებენ ხო ფეხბურთელები. ამოსულიყო მზე. წევენა გარდია. არაფერში არ მაპატია მოდის რა. არა, ეს იქ არის ხა მეკარეს და ბურთს შორის არის რა. კი ბატონო, კი, აშკარად.
ხო, ნუ გამიგვირდა მე მაინც რომ ჩათვალეს ეს გოლი, ბევრი არჩიეს, შეეხო თუ არაო იმას არჩევდნენ. ბოკასკარში ხო ეს გოლი. მე ის არის ერთმანეთს რა თქოს, მაგრამ ბოკას გულშემატკივრებმა რა მიწერეს მაგ ის ცალკე არის, ის კომენტარები. ის ცალკეა. ნუ და კიდე იყო სკანდალი ნიდერლანდებში ესეთი ჰერენვენი ფორტუნა 12 კაცი იყო მინდორზე. აქ ახლა რაღაც ვიდეოზე ჩვენ ავიღეთ მიმოხილვიდან, მაგრამ გარკვევით რაღაც ვერ ჩანს რამდენი, თუმცა გაჟღერდა რომ იყო სკანდალი. ამ გოლის დროს მე რომ დათვალეს ეს პირველი ეს თლიანად მიმოხილვა. ბოლო გოლზე. ბოლო გოლი. ეს თლიანად მიმოხილვა არის. ჰერენვენის კარში იყო მე მგონი, ხო ის გოლი. და ვან პერსი არის ძველი და რომელმაც მე შევიდოდიო ბარე. ხო, ნუ წესებით თქვათ ის რომ ეს გოლი არ უნდა ჩაითვალოს, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, გოლი არ უნდა ჩაითვალოს, ვიცი მაგრამ გამორჩა და ჩათვალეს. და გაიგეს მეორე დღეს რა ხდება მე. ეგ ახლა დებულებაში როგორ უწერიათ, შემდეგ რა ხდება, ეგ სხვა თემაა რა, ეს გადათამაშება. რეგლამენტი როგორია? გადათამაშება დანიშნულია, ხო? ბოლო გოლია 92 წუთი. ზოგადად საფეხბურთო წესი უნდა იყოს ნიდერლანდებში მოხდება თუ არ სხვადასხვაა ამიჯერ, იმიტომ ზოგ ჩემპიონატში მაგალითად. კი, გეტყვი. არა, მაინც რეგლამენტები განსხვავებულია. სადაც იყოს ხო უნდა არსებობდეს წესი თუ შევიდა ზედმეტი ფეხბურთელი რაღაცა ხდება. ხო, ნუ სად შეეშალა და არის მაგალითად ქვეყნები, სადაც სად შეეშალა გოლს რასაც ეხება. წითელყვით ბრიტანეთში მაგალითად წითელი გააუქმეს ახლა. რომელი ფეხბურთელის იყო, რომელიც არ იყო მთლად სამართლიანი, მე მგონი არსენალის ფეხბურთელს გააუქმეს, წითელი მიცეს და ხო და ახლა ანგარიში ვერ გააუქმებ. შეეშალა მსარს და შადი შეცდომის გამო ანგარიში ვერ გააუქმებ. საჭმა უნდა აგოს პასუხი ან ვიღაცამ უნდა აგოს. გადათამაშებაზეც ეს არ არის, რომ გადათამაშება ხდება ძირითადად, როცა დროს დააკლებ, ხო. იმ გუნდს, რომელმაც მე-12 მოთამაშე შეიყვანა და გოლი გაიტანა, იმ თამაში წაგებას ჩაუთვლიდი რა. ხო, არა, ესეთი 11-ზე თამაშობდა ხა. დოპინგზე თუ დაიჭერენ, ხო უქმდება შედეგი. დოპინგზე არა, შედეგი არა. შედეგს როგორ იმის მაგალითი რა ქვია, იუვენტუსში. პოგბასი რა, ხო, არა, იმ თამაში არ მეუღია მონაწილეობს გამზეიჯდა, მაგრამ აი მაგ თამაშის მერე როგორ რასეულებით რომ ფეხბურთელმა დოპინგი მიიღოს, 3 გოლი გაიტანოს და 3-2 მოიგოს და შედეგს არ გაუგო. არა, შედეგზე გავლენას არ. ეს როცა ინდივიდუალურია, კი, ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს იმე. ინდივიდუალურ სახეობებში კი, მაგრამ სახეობებში არ იმაშვებიან, რა ქვია. თამაშზე არ არის. ხო, ნუ თავარი არის რომ არ უნდა ჩათვლილიყო. იგივე უკრაინელს ფეხბურთელს თავდასხმეთ მუდრიკს ხო დაუდგინეს ის დოპინგი და მე გელობდნენ რომ აბა ჩელსიში თამაშის დროს ამოუგდეს თუ უკრაინის ნაკრებში და ემაში და დროებით ჩამოაშორეს, მაგრამ ნუ არც ჩელსის და არც უკრაინის ნაკრებს თამაში არაფერი გავლენა არა. ხო, რა ვიცი 12 კაცი თუ შევიდა სათამაშოდ. ხო, თან ხაზ გაუსვა. ნიშნულობა არ აქვს ამ მე-12-ემ გოლის გაიტანა, ამე მონაწილეობა მიიღო, თავარი რომ მოედანზე არის მეტი ფეხბურთელი, ის გოლი უნდა გაუქმდეს. საჯი ვარ და არაფერი მიდის თამაში და უცბად გავაჩერე რაღაცა მენიშნა და 12-ნი არიან. რა რეაქცია? უბრალოდ შენ გადი უნდა უთხრა და ვიღაცა უნდა გავაგო. უნდა გააძეო, ის ზედმეტი ვინც არის რა. და ვინ არის ზედმეტი? აი შეცვლის დროს არ გავიდა, მაგრამ რა მოხდა, ხო? შეცვლა, აი ეს კიდე არასწორი წესი, ადრე, აი რამ გამოიწვია კიდე, ხაზგასა. ხო, ანუ ეხლა უყურე, ადრე რა იყო? ცენტრიდან ვალდებული იყო, გამოსული იყო ცენტრში და ცენტრიდან ხედავდით ამის მაგივრად შედის ეს, ხო? ეხლა როგორ ერთი გამოვიდა, ორი შევიდა და ამას უთხრეს რომ იქიდან გავა. ხო, და ის იქიდან ან გავიდა ან არა და ბარემ ცეტევასაც შეუტევა. დაღლილი არ ვარო და ცოტა დავემატებია და ესეთი სკანდალში ძველი წესი არ ჯობდა ამას ეხა და მე წამოსული ფეხბურთელი ბუნდესლიგაში მოხდა რომ პენალი რო დაიდო საჯარიმოში შემოყო ფეხი. ხო. 2 წლის წინ იყო ახალი წესი გადასულ ბურთზე ეს არის აი ხიფათი ის ფეხბურთელი სანამ დაბრუნდება სკამამდე აი პოტენციური საფრთხეა როგორც კარების შემოვიდეს და კარებში რაღაცა მეკარეზე ან რაღაც ბურთი აიღოს ბოლო-ბოლო თან ფორმა აცვია აი ისე აგერევა აერიათ ფაქტია
ეგ იმის არ იყოს თავის დროზე ეს ღმერთმა აწყვეტს ეს უმცროსი მიშამეს კი რო იყო და თითო რო შეიყვანა თავისთავი ლანჩხუთის გვერდ ფომენკოს არ შეკავდა და გამოვიდა იმაზე და თვითონ შევიდა დაუძახა და შესულა თვითონ გაგიჟდა ეს კაცი ეს ასე კიდე გაქრა არა მაშინ დიდი მადლობა თქვენ აქ მოგზანებისთვის მადლობა თქვენ შემდეგ პარასკევამდე მადლობა თქვენ მადლობა მადლობა